ცნობილი გახდა, რომ საქართველოში იგეგმება არაბული ინვესტიციების განხორციელება. Წანის ტრაკზე როცა არის საუბარი, იქ გასაგებია, რომ შეიძლება არ გვინდოს მისი ჩაბეტონება. კორუფცია რო იქნება, რა თქმა მაგას დავა. წარმოიდგინეთ, საპატრიარქოს ტერიტორია ვამბობ და ხმას არ იწევს ხალხი, რომელიც უცხოელების მიწის გაყიდვის აკრძალვაზე ყვიროდრე და არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეს იქნება რუსული ანკლავი, ჩინური ანკლავი, არაბული ანკლავი და გვაქვს ამის ცუდი გამოცდილება მაგალითად აჭარაში. ხალი მოთხოვნის ათვისებაში კონკურენციაში უნდა შევიდეთ ქართველები და ამ კონკურენციის შიში არ უნდა ქონდეს. იმიტომ რომ ოჯახში მინიმუმ 4 წევრი არის, განსაკუთრებით მუსლიმურ ოჯახებს საჭიროა მეტი წევრი იყოს ბევრად. 4 მარტო ცოლი. 4 მარტო ცოლი, რამდენიმე შვილი. ჩვენ არ ვართ სოციალური ტიპის სახელმწიფო, რომ აქ შემოსულეს ფულეს უხდიდეთ. ეს ამ ეკონომიკის ცირკულაციას კარგად არ ადგება რეალურად. უცხო ქვეყნის აქ მოქალაქეს უნდა უწევდეს შენი ქუდის დაფარება. იზრდება იმის რისკი, რომ კრიმინალი ზრდა ამას მოყვის რეალურად. ჩემთვის პრობლემა არის, რომ ალტერნატივის გარეშე ვრჩებით. როდესაც გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, ათათურქს ეძახის ვიღაცა და იქ არის ხოჭოს, მე გამიგიათ ჩემი ყურით. მარჯანიშვილს ეძახიან არაბების ქუჩას. აი, ამ ხელშემოდინება იყოს უცხოური მუშახელის, რომელიც ფაქტობრივად ანაცვლებს ქართულს. ინვესტიციის არ უნდა გვეშინოდეს ეკონომიკურ ნაწილში. ეს უბრალოდ ოქსიმორონია. მომავალში ცუდი პროგნოზები არის ამასთან დაკავშირებით, შობადობა იკლებს. ყველაფერს იწვევს ჩვენი აზრით ამ ქვეყნის სიღარიბე და უფულობა. როცა ვართ უფულო, ეს ხალხი არის მზად აირჩიოს მილიარდელი კაცი, იმიტომ რომ აირჩიე ბიძინეო, ჭამეს და იძინეო და მე მთელი ცხოვრება უყუროთ ამას. ეს ანკლავები რო იქნება და თავის სკოლები რო აქვს, თავის კლინიკები რო აქვს, რაღაც თავისი დასახლებები რო აქვს, ეგ ხო სერიოზული პრობლემაა სოციალურადაც და იგივე პრობლემა შეიძლება გაჩნდეს არაბებზე. ორბის ლიფტთან პატარა ქალაქია. ორბის ლიფტთან ცალკე ანკლავი არის, მგონი ორბის ლიფტის კლასტერია ცალკე. მოგესალმებით, გადაცემა კამათობა მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც განვიხილავთ ყველასთვის საინტერესო პოლიტიკურ მოვლენებს და თემებს. მე ვარ მისი წამყვანი ანა ყაულაშვილი და შევეცდები, რომ მოდერატორობა გავუწიოთ დღევანდელ დებატსაც. შეგახსენებთ, რომ გადაცემა კამათობა გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე მის მინეს YouTube პლატფორმაზე. მოგიწოდებთ, რომ გამოვყვეთ, დაგვალაიქოთ, უყუროთ ვიდეოს ბოლომდე, ასევე ადევნოთ თვალყური მის მინეს სხვა პროდუქტებს სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, ზოგადად თვალი ადევნოთ მის მინეს პროდუქტს და შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინძელ დღეს ქმნის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში იგეგმება არაბული ინვესტიციების განხორციელება თბილისის და აჭარის მიდამოებში. ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა დებატი და განვიხილეთ ერთი მიმართულებით, მაგრამ დღეს გადავწყვეტეთ, რომ განგვეხილა უფრო იმ მიმართულებით, რამდენად არის უცხოელების ფაქტორი საშიში და არა სხვა კონკრეტული პირობები, რაც უკავშირდება ის ხარვეზები, რაც უკავშირდება Eagle Hills და ზოგადად ამ ინვესტიციას. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ცოტნე კობერიძე, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ცოტნე კობერიძე და ვადო მაჭავარიანი. ვადო ასევე არის პოლიტიკური მოძრაობა სართულის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელიც. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, დროის დათმობისთვის. იმედია, რომ საინტერესო დებატი გამოგვივა და დღეს ვიდებატებთ კონკრეტულად იმაზე, რამდენად არის საშიშროება, რამდენად წარმოადგენს საშიშროებას კონკრეტულად უცხოელების საკითხი. მაგალითად ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის საფრთხის შემცველი არის თუნდაც ინდოელი, პაკისტანელი კურიერების არსებობა, უცხოელი მუშახელის შემოსვლა, ასევე რუსეთიდან მიგრაცია, რაც მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ და რამდენიმე 100,000 ან 10,000 რუსი მიგრანტი დარჩა საქართველოში და ზოგადად რას უკავშირდება ქართველებში არსებული შიში უცხოელებზე, თუნდაც იყოს ეს უსაფუძვლო ან საფუძვლიანი. ამ თემაზე გვექნება მოკლედ დღეს დებატი და მინდა რომ გაიცნოთ მაყურებლებს, წარუდგინოთ თქვენი თავი და ძალიან მოკლედ დააფიქსიროთ, რომელ მხარეს ემხრობით ამ თემასთან დაკავშირებით. ცოტნე შეგიძლიათ დაიწყო. რავი, ცოტნე კობერიძე, ესე თუ ამ წამზე პარტიული პოლიტიკოსი. რავი, ზოგადად ჩემი იდეოლოგიით კლასიკური ლიბერალი ვარ და კოსმოპოლიტი ვარ და მიყვარს ადამიანი. მათ შორის ყველანაირი და რაც უფრო მეტი ადამიანის უპირატესობას გამოვიყენებთ ერთმანეთთან, რაც უფრო მეტი ადამიანი თანამშრომლობს, გონია რომ უკეთესი ხარისხიანი ის ერთი ცხოვრება მექნება და შევქმნი მეც და სხვაებიც. რაც გვაქვს მოცემული და იმის იქით მსხურების დაწესება დიდად არ მიყვარს. ყველა ადამიანს თვლი რომ აქვს დისკრიმინაციის უფლება, ზოგადად როგორც ასეთი თვითონ გადაწყვიტავს ვისი თანაშრომლობს, ვის არა. როცა სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრობთ, აქ უფრო მეტად ამოვდივარ, როგორ უნდა წარმომიდგენია იყოს მოწყობილი სახელმწიფო და აქედან გამომდინარე მე შედარებით უფრო მიდრეკილი ვარ იმისკენ რომ უფრო მეტი თავისუფლება იყოს ამ კუთხით და ნაკლები შიშები. მადლობა ცოტნე. ვადო, შენც რომ გაგვეცნო და შენი პოზიციაც გააცნო მაყურებელს და ჩვენს. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში, მე ვარ ვადო მაჭავარიანი, სართული ახალი თაობის ძალას ერთ-ერთი
თანადამფუძნებელი, ასე ვთქვათ. და მე ზოგადად იდეოლოგიურად ვარ გადახრილები უფრო კონსერვატიული შეხედულებები გვაქვს, თუმცა პირველი ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის პიროვნული თავისუფლება, ყოველგვარი ფობიისგან დაცლილები ვართ, რასაც ხანდახან შეიძლება მოგვაკერებენ ხოლმე, თუნდაც შეიძლება უცხოელებთან დაკავშირებით საკითხს რომ მე ეწინააღმდეგები უკონტროლო მიგრაციას, ამ ინვესტიციას კონკრეტულად, ყოველგვარი ქსენოფობიისგან დაცლილად. და ძირითადად ეს არის ჩემი პოლიტიკური, დღევანდელი პოლიტიკური და ზოგადად პოლიტიკური შეხედულების ამოსავალი წერტილი. კი ბატონო, გასაგებია. მე წესებს გაგაცნობთ, ცოტა ცვლილებები გვაქვს, ორივე თქვენგანი ხართ ნამყოფი ჩვენთან და ცოტა განსხვავებული ფორმატი გვექნება დღეს. მაყურებელსაც შევახსენებ, რომ სულ გვექნება 3 ბლოკი. პირველი ბლოკი ისევ იქნება 5 წუთიანი შესავალი, სადაც შეგეძლებათ რომ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ და გაამყაროთ კონკრეტული მაგალითებით, როგორც იქნება საჭირო. შემდეგ გვექნება 30 წუთიანი საერთო რეჟიმი, რა დროსაც გავაერთიანეთ დისკუსიის და დიალოგის რეჟიმიც და კითხვების დასმის დროც ამაში იქნება მოცემული, მაგალითად თუ თამაშის განმავლობაში რაიმე კითხვა იქნება გაჩენილი, მე მაშინ ჩაგეკითხებით, ან თქვენ შეგეძლებათ რომ ერთმანეთს ჩაეკითხოთ და მიიღოთ პასუხები. ბოლოს გვექნება 2 წუთიანი შეჯამების ეპიზოდი და სულ ეს 3 ბლოკი იქნება. იმედი მაქვს რომ საინტერესო დებატი გამოვა, მით უმეტეს როცა საქართველოში დღეს საკმაოდ აქტუალურია ეს თემა, ბევრი ადამიანი ნერვიულობს, ბევრი ადამიანი სხვა რაღაცებზე ნერვიულობს ამ თემასთან დაკავშირებით. გონია რომ მაინც ინფორმატიული უნდა გამოვიდეს. მთავარ წესს შეგახსენებთ რომ კავათლები უნდა გავაგოროთ და გავიგოთ ვინ დაიწყებს. 6 და 4. ცოტნე. ან მოგებული წყეს თუ მოგებული წყეტავს ვინ იწყებს? აი როგორც გინდა. შეგვიძლია რომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა რომ უფრო კარგად გავიგებდი რა ტიპის მიგრაციაზე არის პრობლემა, რომელსაც მე თუ გავაკარკვებ აქედან, ვიდრე მე შეიძლება ვადო უბრალოდ დამეთანხოს რომ რაღაცებზე კი ესე ზოგადად რომ დავიწყო უცხოელს როგორ უყურებ. ამიტომ ჩემს დებატს უფრო მოუხდება ეს. დავიწყებ კი ბატონო. მაშინ შეგვიძლია რომ დღეს შეგონია რომ მოხაზავს იმ წეს რაც ვადოს აწუხებს. კი ბატონო. კი ბატონო. შეგვიძლია დაიწყო. მოკლედ ზოგადად ეს თემა რატომ მაწუხებს და ეს თემა რატომ არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო დღევანდელ კონტექსტში. პირველ ნაწილში ვილაპარაკებ ინვესტიციაზე, როგორც ამ ინვესტიციაზე, ზოგადად ინვესტიციაზე, იმიტომ რომ ზოგადად თავისუფალი ეკონომიკის მომხრე ვარ, მემარჯვენე ვარ ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სოციალური კუთხითაც, ჩემი კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე და ზოგადად ინვესტიცია მიმაჩნია რომ არის სიკეთე და კარგი. თუმცა გააჩნია ინვესტიცია, ჩემთვის ასე არის. როდესაც ინვესტიცია და ამ შემთხვევაში არაბულ ინვესტიციაზე არის საუბარი, როდესაც ითვალისწინებს 8-ზე მეტი ჰექტარის გაყიდვას და ქვეყნებზე დიდი ეს კობახიძემ სხვა შორის გამოიყენა ეს ჩემივე სიტყვები, რომ 4-ჯერ დიდი მონაკოზე 4-ჯერ დიდი ტერიტორია პარლამენტში გამოიყენა ეს სიტყვები და ვატიკანზე 12-ჯერ დიდი. უყურებენ თქვენს ვიდეოებს ხო? მე მგონია რომ უყურებენ, კი. როდესაც ამ ხელმიწაზე სტრატეგიულ ტერიტორიებზეა საუბარი, როდესაც საუბარია მასობრივ განაშენიანებაზე, განაშენიანება გასაგებია, მაგრამ კრწანის ტყეპარკზე როცა არის საუბარი, გასაგებია რომ შეიძლება არ გვინდოდეს მისი ჩაბეტონება მთლიანად და აწუხებდეს ეს საზოგადოებას თუნდაც ეკოლოგიური მხრივ, თუნდაც დემოგრაფიული მხრივ. როდესაც ასეთ პროექტზე საუბარი რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე არის, გასაიდუმლოებული არის ყველა დეტალი და იქმნება იმის საფრთხე რომ რაღაცა ჩამოსახლენ უცხოელები, რაღაცა ანკლავი შეიქმნას, თუნდაც არაბული ანკლავი არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეს იქნება რუსული ანკლავი, ჩინური ანკლავი, არაბული ანკლავი და გვაქვს ამის ცუდი გამოცდილება მაგალითად აჭარაში. როცა ორბში და ორბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ბულვარის და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ გაიარო, ქართული ენის გაგება განსაკუთრებით ზაფხულში, მაგრამ ისედაც და როდესაც ქართველები არ არიან, უფრო ნაკლებად არიან არაზაფხულში, გაგიჭირდება ქართული ენის გაგება და მე ეს არ მინდა რომ მოხდეს. და არ მინდა რომ ქართულ მხარეს და ჩვენ სახელმწიფოს არ კონდეს აქედან მოგება და არაფერი აქედან არ წავა. ზუსტად ასე უყურებ და პირობითად ჰესებზეც არის ხოლმე ეს ისა, ზოგადად უყურებ რომ ენერგოდამოუკიდებლები უნდა ვიყოთ, კარგია მეტი ჰესი, თუმცა, რა ვიცი, ნამოხანხეზე როგორც იყო, რომ ცუდი პირობა იყო კონტრაქტის დასაჭეროების მე, რომ ნაკლებს იღებდა სახელმწიფო გადასახადის სახით, ეს შემოწუხებელი შეიძლება ყოფილიყო საზოგადო. აქაც ესე არის, აქაც რომ ამჯერად ის 23% სახელმწიფოს სიკეთე დაუბრუნდება. ასევე არის მიგრაციაზეც. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები უკონტროლო მიგრაციას, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ საზღვრები იყოს ასეთი გახსნილი და ოცნება, რომელიც თავსდებს იმაზე, რომ იცავს მამულს ენას და სარწმუნოებას, იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. გამორიცხულია ასეთი ხელისუფლება, იცავდეს, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელიც 17 ქვეყანას, როგორიც არის, მაღალი კრიმინალის დონის მქონე ქვეყნები, მაგალითად ტერორიზმის დონის მქონე ქვეყნები, მაგალითად პაკისტანი, სირია, ავღანეთი, მათ უხსნიდეს რაღაც პირობებით, თუმცა უვიზო 17 ქვეყანას აქვს უვიზო გახსნილი აფრიკულ და ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყანას.
ასევე ამ ხელა შემოდინება იყოს სტუდენტებზე ავსაუბრებ, ამას კიდე გავშლი დისკუსიაში უფრო ფართოდ. ამ ხელა შემოდინება იყოს უცხოური მუშახელის, რომელიც ფაქტობრივად ანაცვლებს ქართველს, იმიტომ რომ ესე რო ავიღოთ, რომ 100 ქართველი რო ავიღოთ, რომ 100 ქართველი არსებობს. მერტო დაიფაროს, მაგრამ 100 ქართველია სულ გადიან ემიგრაციაში გადის 1.5 მილიონზე მეტი მოქალაქე. აი, პირობითად ნახევარი გავიდა. თუ არავინ არ დაემატა, ქართველები 100% იქნებით. თუმცა თუ იქ უცებ 70 უცხოელი შემოვიდა, 60 უცხოელი შემოვიდა, უკვე უმცირესობაში შეიძლება აღმოჩნდეთ და მე არ მიმაჩნია ეს ბოდოად, მე მიმაჩნია რომ მომავალში ცუდი პროგნოზები არის ამასთან დაკავშირებით, შობადობა იკლებს, მიგრაცია განსაკუთრებით დღევანდელი ქართული ოცნების პირობებში და რაც ხდება იმის პირობებში, ხალხის გადინება არის, სამუშაო ადგილები არ არის, თუ არის სამუშაო ადგილები 30,000 როგორც ეს არაბული პროექტი ქნის პირდაპირ უცხოელებზე უნდა ალბათ წავა იმ კონტრაქტში არ ვიცით რა წერია, თუმცა სერბეთის მაგალითზე ეგრე არის, რომ შემოიყვანენ ბინადრობას მისცემენ და ასე შემდეგ, ასევე ბინადრობის გაცემა არის ჩემთვის ძალიან მარტივი მოქალაქეობის მიღებაც, რომ ამდენმა რუსმა მოქალაქეობა მიიღო და მათ ხმის უფლება შეიძლება ქონდეთ, რა ვიცი 10,000 უზე არის ბოლო წლებში საუბარი და ესეც კი ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ამან შეიძლება მომავალში ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს, რა ვიცი, თუნდაც გადასახადების გადახდას, თუნდაც არჩევნებში მონაწილეობაზე, მე ვფიქრობ, რომ მეტი სიკეთე ყველაფრიდან უნდა კონდეს საქართველოს, ნაკლები საფრთხე უნდა კონდეს საქართველოს, ნაკლები დისკომფორტი უნდა კონდეს საქართველოს მოქალაქეს და ასე უყურებ მე რომ უკონტროლო მიგრაცია, რაღაცა მეტ საფრთხესაც ქმნის, მეტ დისკომფორტსაც ქმნის და რაღაცა დისბალანსს ქმნის საქართველოში ქართველს აიძულებს, მე ასე მგონია. მარტო ეს არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეკონომიკური სიტუაცია აიძულებს რომ წავიდეს, მის ადგილას კი უფრო დაბალანსგაურებაზე და ის ადამიანის ხოცოდო არის, ვინც უცხოელი დაბალანსგაურებაზე თახტება, ნუ ეს კიდე სხვა პრობლემა არის. ის დასაქმდეს და ეს ქმნის უდიდეს უთანასწორობას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე რომ რაღაცა უცებ უბნები ან ღარიბული ან დიდრული უბნები კონდეს უცხოელების, რომელიც 100% უცხოელებით იქნება დასახლებული და ამან სერიოზული რაღაცა დაპირისპირება შექმნას, პრობლემა შექმნას, იმიტომ რომ ევროპის მაგალითზე, გერმანიის მაგალითზე მაგალითად და ბევრი ქვეყნის მაგალითზე ხედავთ, რომ ასეთი კულტურული რაღაცა სხვაობები და მე არ ვამბობ, რომ რომელიმე კულტურა უფრო დაბლა არის, ვიდრე ჩვენი კულტურა. უბრალოდ სხვაობები არის, იქ ჩვენი ქრისტიანობა, ისლამი, შესაძლებელი ან ინდუიზმი, თუნდაც ხო, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას და ესეც საფრთხე არის ჩემი აზრით. მადლობა ვადო. გასაგებია შენი პოზიცია. ახლა გადავიდეთ ცოტნეზე და ცოტნე გაგვაცნობს თავის პოზიციას. ხო, ნუ საუბარს ანამ დავიწყებდი, ხაზ გაუსმევ, ხა კონკრეტული ამ ხელშეკრულების დამცველად მე ვერ გამოვდგები, იმიტომ რომ ამაზე ინფორმაცია რო არ გვაქვს ამაზე, ხა მე და ვადო ალბათ ერთად ვთხოვთ, ხო? ზოგადად საიდუმლო არ არსებოდეს და ვიცოდეთ და მე დებატის კონკრეტული იქნებოდა და ამ ხარე ვერ ვიქნები ამ დებატში ამ ნაწილის, ამიტომ უფრო მეტად მე კონცენტრირდები ზოგადად უცხოელების მის ეკონომიკურ გავლენაზე და ასე შემდგომ. პირველ რიგში მე მინდა ვისაუბრო აქ მუშახელზე და მუშახელის შიშზე, რომ შეიძლება იყოს ეთნიკურად ან რაღაცა სხვა ქვეყნის შვილი, ეს რაღაცნაირად მე მგონია იგივეა, როგორც აი მარქსისტებს, რომ ძირითადად არ მოწონთ ხოლმე, რომ რობოტმა შეიძლება ჩაანაცვლოს ადამიანი და მისი სამსახური იქნას დაკარგული. აქ შენ რობოტს ჩაწერ, შენ აქ ინდოელს ჩაწერ, თუ პაკისტანელს ერთი და იგივე შიშზე დაკმობილი არის, რომ მან არ წაართვას სამსახური ადგილობრივს, ეს იგივეა შენ მაგალითად პროტექციონიზმი გაუწიო ატამს, ქართულ ატამს და ამის გამო შენ უცხოურ ატამზე დააწესო რაიმე შეზღუდვა, რომ ის არ შემოვიდეს. ყველა მუშახელი რომელიც არ შემოდის, ზოგადად მუშახელი ისევე თივე ტიპის კაპიტალი არის, როგორც სხვა რაიმე ტიპის ეკონომიკური კაპიტალი, მისი CIF ზოგადად ეკონომიკისთვის არის წამახალისებელი, ხელს უწყობს ფულის დაზეგვას, მე როგორც ცოტნეს, IAP მუშახელი დღეს მეხმარება დავზოგო ფული და თანხა და ეს დანაზოგი გახდეს ახალი ინვესტიციის საშუალება, რაც უფრო ეკონომიკისთვის იქნება უკეთესი. ხო, მიგრაციის გადინებაც მათ შორის, რომელიც იწვევს ეკონომიკური სიღარიბე, ამასაც პირიქით ინვესტიცია უფრო მეტად თუ დაასხეს და უცხოელი ინვესტიცია თუ მას საშუალებას მიცეს მოქალაქეს, რომ აქ იყოს საკუთარი სამსახური. თუ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ არსებული უცხოელი აქ შემოდის, სამუშაო დეფიციტს ქმნის და ამის გამო ქართველი სხვაგან უცხოეთში მიდის, რავი, წარმოიდგინეთ, ესე იგი ქართველი სიღარიბის გამო მიდის სხვა ქვეყანაში, სადაც კი კიდევ უფრო მეტად უმცირესობაშია. შენ როცა შენ ქვეყანაში თავს უმცირესობაში თვლი და ამის გამო მიდიხარ სხვა ქვეყანაში, რომლის 0.1%-იც კი არ ხარ, სადაც მიდიხარ. შესაბამისად ეს ხო იმას ნიშნავს, რომ შენ თავარი პრობლემა გამოგიწვია, სინათლე სიღარიბე და სიღარიბეს გაურბიხარ ეძებ მეტ თანხას. ამიტომ აქ უცხოელი რო ყოფილიყო თავარი პრობლემა, უცხოეთში ადამიანი არ წავიდოდო. ეს არის მარტივ ლოგიკა, დარჩებოდა აქ და აქ ყოფნას ადამიანი უფრო მეტად შეძლებს, რაც ეს ქვეყანა იქნება მეტად მდიდარი. ეს ქვეყანა უფრო მეტად მდიდარი გახდება, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოიმატებს მათ შორის მესმის მიგრაცია
მიგრაციაც უბრალოდ ამ ნაწილში ჩამოვა უფრო მეტად კვალიფიციური, ნაკლებად გამაღიზიანებულ ხალხს, შენ შეიძლება ენაც ისწავლოს, შენ მოერგო შენ სამუშაო პირობებსაც უფრო მეტად, იმიტომ რომ დღეს რაღაც ადრე ალბათ ინდოელსაც ვერ იპოვიდე, ხან მეტნაკლებად ისეთი განვითარებული ქვეყანა გავხდით, რომ ჯერ ინდოელი და პაკისტანელი ჩამოდის. სავარაუდოდ თუ კიდევ უფრო მეტად გამდიდრებით, ისეთი ხალხი ჩამოვა, რომელსაც მინიმუმ რომ გამოიძახებ, ენას მაინც გააგებინებ. მესმის რომ შეიძლება ეს იყოს დისკომფორტული, მაგრამ ბაზარზე მოთხოვნას ჩვენ უნდა შექმნა. შენ არ ითანამშრომლობ კომპანიასთან, თქვა, რომელსაც ყავს იმგვარი ტიპის მუშახელი, რომელსაც ვერც ერთ ენას ვერ აგებინებ და შენ სერვისს ვერ გაწყდის. ეს უნდა იყოს პრობლემა და მას უნდა ვეძიოთ. და იმის იქით ის რა წარმომავლობის არის, ეს მეორე ხარისხოვანია. პირველ რიგში ვამბობთ, რომ ჩვენ თვითონ ვიხეირებთ, როცა არსებული მუშახელი იქნება უფრო იაფი და ამის ჩანაცვლება თუ ხდება იაფი მუშახელის უცხოელი ადამიანით. ეს შიშს არ უნდა იწევდეს, პირიქით ყოველთვის ხდება აქ დაზოგილი ფულით, ახალი მოთხოვნა და ახალი მოთხოვნის ათვისებაში კონკურენციაში უნდა შევიდეთ ქართველები და ამ კონკურენციის შიში არ უნდა ქონდეს. ამ კონკურენციის შიშით მე უცხოეთში მივდიოდეთ და კიდე იქ უფრო მეტ უმცირესობაში ვიმყოფებოდეს. ეს რაღაცნაირად ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ეხლა რაც შეეხება ზოგადად რუსეთს, ხშირად როცა საუბრობთ უცხოელებზე, პირველი არგუმენტი მოდის რუსეთი. უბრალოდ არ ვნახავთ ტოლობის ნიშანი დავაწესოთ, უბრალოდ სხვა ქვეყნის წარმომავლობასა და რუსებს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მტერი სახელმწიფო, რუსი მოქალაქე არის კონკრეტულად ეხლა მოქალაქე, რომელიც გადასახადს უხდის იმ ქვეყანას და იმ ქვეყანა მიდის ტყვიას ყიდულობს და იდეაში ჩვენ გვესვრის და უკრაინას ესვრის. რუსი მოქალაქე არის, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს პუტინს. დღეს რუსმა მოქალაქეებმა ერთის მხრივ უნდა მიხვიდე და იჩალიჩო რამენაირად პუტინის შეცვალო და იქ იბრძოლო. ან მეორეს მხრივ უნდა თქვა უარი იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, უნდა აღიარო ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ბოდიში უნდა მოიხადო, და ის უნდა გეტყობოდეს, რომ შენ ამ ქვეყანაში ცხოვრება თუ გინდა, შენ საერთოდ რუსობაზე კი ყველაფერზე უარი უნდა თქვას. მას სულ სხვა რამე აქვს მოსანანიებელი, იმიტომ ის რომ არის დღეს რუსი და აქ ჩამოდის და თავის კაპიტალს ეხლა აქ იცავს და ასე შემდეგ, ეს ამით ისევ რუსეთს აზიანებს, რომ გაწევების დროს ეს ხალხი გამოდის, მაგრამ რომ დაბრუნდება, მერე შეავსებს ისე ის. ეს ხადი არის პრობლემა. ამასთან ერთად შენ ცალკეული პოლიტიკა გექნება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილი, ტერიტორიული უსაფრთხოებას გულისხმობ. ამიტომ მისი გათანაბრება სხვა შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ზოგადად მოქალაქეობასა და აქ ცხოვრების შორის არის დიდი განსხვავება. როცა შენ ქვეყნის მოქალაქეს ადამიანს ხდის, მას უჩნდება იგივე ტიპის უფლებები, რაც შენ გაქვს. რაც სულ სხვა რამე არის, შენ შეგიძლია პირიქით ეს ნაწილი კონდეს გართულებული და სხვანაირი, სულ სხვა ფილტრი გაიაროს ადამიანმა, რომ გახდეს შენი საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი, რომელსაც აქვს იგივე უფლება მოვალეობი, რაც შენ, ანუ შენ არსებულ პოლიტიკურ ღირებულებებს, ნაციონალურ იდენტობას, რომელიც გაქვს შექმნილი, იმას აგიგარებს და მე ხდება საზოგადოების ნაწილი, როგორც თქვა საფრანგეთში ხდება, როგორც შტატებშიც, მეტად ნაკლები შტატები მაინც სხვა ქვეყანამ არის საფრანგული ეროვნების პოლიტიკა უფრო ეგრე არის, რომ შენ ჯერ ფრანგი უნდა გახდე და მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება ის იყო კილიან მბაპე, არავის ნაკლები ფრანგი შეიძლება არ იყო. იქ ხადია კოლონიზაცია და სხვა ამბები იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოქალაქით გახდომა და აქ უბრალოდ ადამიანი იცხოვროს სხვადასხვა რამე აქვს, თუ ადამიანი უბრალოდ ცხოვრობს და ის არის გადასახადების გადამხდელი, ანუ შენ გამდიდრებს, მაგრამ უკუს გება იგივე არ არის, რაც შენ, ანუ სინამდვილეში შენთვის მუშაობს, ქართველებისთვის მუშაობს, შენთვის იხდის ბიუჯეტში ფულს და შენაირი ტიპის უფლებები არ აქვს. ჩვენ არ ვართ სოციალური ტიპის სახელმწიფო, რომ აქ შემოსულეს ფულს უხდიდეთ. ეგ საჭიროება ჩვენ იდეაში არ გაგვაჩნია, ამიტომ ეგ შიშიც ჩემი აზრით ცოტა გაურკვეველი ამბავია. მოდი ახლა დავსრულოთ. კი დავასრულოთ. კი ბატონო. გავიცანით ორვეს პოზიციას. ახლა გადავიდეთ 30 წუთიან დისკუსიის რეჟიმზე, სადაც დიალოგის რეჟიმში შეგვეძლება რომ განვიხილოთ ის თემები, რაც უკვე ისაუბრეთ და საჭიროების შემთხვევაში მეც ჩავერავით, კითხვებს დაგისვამთ და ასე შემდეგ. ვადო, შეგიძლია შენ დაიწყო და უპასუხო ცოტნეს. კი, მეცი რა არის, საინტერესო საკითხები წამოჭრეთ ცოტნემ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც, რაშიც შეიძლება რაღაცა შეხების წერტილი ვნახოთ, ბევრი რაღაც ეს, მე არ გეთანხმები უბრალოდ, იმიტომ რომ ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ შემოდის ესა თუ ის უცხოელი და ნელ-ნელა ეს პროცესი ამ ნაწილზე მაინტერესებს რა. ეს პროცესი შეიძლება ჩანაცვლდეს იმით, რომ კი აღარ შემოვლენ, ეხლა კი შემოდიან ინდოელები, პაკისტანელები, არაბები, თუნდაც მაღალი შემოსავლის არაბები, რუსები და ნელ-ნელა სხვების დაიწყემ ეს შემოსვლას რა. აქ მე მაქვს უბრალოდ იმის პრობლემა და აი სოციალურ სახელმწიფოზე წეგების ჩემი აზრით, რომ პირობითად როცა ქართველი მუშახელი გადის მასიურად ქვეყნიდან და ეს მარტო ამის ბრალი არ არის. ანუ ის რომ საქმდება ამის ადგილას და თუნდაც კომპანიას რომ აწყობს, თუნდაც ვოლტს, აი პირდაპირ ვთქვათ რა, აწყობს ის რომ დაასაქმოს ის ბევრად დაბალ ხელფასზე.
იმიტომ რომ მის ქვეყანაში შეიძლება ამის ეკვივალენტი ბევრად მაღალი იყოს და თან ეს ჩემ ეკონომიკას დიახ ახმარდება, იმიტომ რომ მაინც როგორც ქართველი ემიგრანტი აქ აგზავნის ფულს, ის იგზავნის ფულს და ეს ამ ეკონომიკის ცირკულაციას კარგად არ ადგენდა რეალურად. თუ არის არალეგალი მით უმეტეს. თუ მუშაობს ესე, მაგრამ არანაირ გადასახადს არ იხდის და აქვს ბინადრობა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალ გადასახადებს ვემხრობი, თუ აი ის არანაირ გადასახადს არ იხდის რა, ეს ჩემ ეკონომიკას როგორ ადგენდა, მე არ ვიცი თან ისიც რა, რომ როდესაც აი ეს ცოტა ესეთ პერიოდი გვაქვს, რომ მიგრაციის ნაწილში გადავდივართ ცოტა დაბალი საფეხურიდან, რომ ესენი შემოდიან შედარებით დაბალი სოციალური დონის ქვეყნები და არ შემოდიან შედარებით მაღალი სოციალური დონის ქვეყნები და მაღალი სოციალური რაღაცა პირობების განათლების დონის ქვეყნები მაგალითად აი ეს პერიოდი ქმნის დიდ პრობლემას, იმიტომ რომ აქ იჩენს თავს და ისევ ევროპული მაგალითებით ვისაუბრებ და არა მარტო ევროპული მაგალითებით აქაც, რომ იმის გარდა რომ სოციალური ამბავი იჩენს თავს, რომ ისინი ეპატრონებიან ქართველების სამუშაო ადგილებს, პირდაპირ აი მე ვხედავ უკვე რეკლამებს, რომ აი რა ვიცი სამუშაო ბაზარზე, როდესაც ხელოსნები მაგალითად ან კორპუსებს ვინც აშენებენ ის ადამიანი არ მინდა სიტყვა მუშაო იხმარო არ მომწონს ეგ სიტყვა ზოგადად. როცა სიტყვის ვერ გავიხსენე. იქ, როდესაც საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნა ამაზე ბაზარზე და მოკლეულიც მაქვს, ნაცნობებიც ყავს ამ სფეროში ვინც მუშაობენ და დიდი ბრიგადები არის ტელევიზიის ადარიან სამუშაოდ, უბრალოდ სჭირდებათ, რადგან აქ რაღაც ინფლაციაც არის, ცხოვრების დონე ცოტა გაძვირდა, რაღაცა პრობლემები არის ამასთან დაკავშირებით, ითხოვენ შედარებით მაღალ ხელფასს, ამათ ურჩენიათ კომპანიებს არა მარტო Volts და Globus, რომ დაასაქმონ და განსაკუთრებით Volts აქ პრობლემას ხოთა შორის Globus-ზე შედარებით უფრო, როდესაც ჩემი პირადი გამოცდილებით ქართველი კურიერები მეტად არიან და ამის გარდა ეგეც პრობლემაც არის, რომ რაღაცნაირად ეპატრონებიან ამ სამუშაო ადგილებს და ის ადამიანი, რომელმაც ხელობა იცის, არანაირი გამოსავალი არ აქვს და მიდის უცხოეთში ხელობის სასწავლად. ასევე ის პრობლემაც არის აქ, რომ ჩვენი სახელმწიფო რასაც ქმნის რა, რომ რეალურად უსაფრთხოება არც ქართველებს არ არის დაცული და არც უცხოელებს არ არის. ის სოციალური ამბავი, რომ რაღაცა ადეკვატურ ხელფასს იღებდეს და დისკრიმინაციის მსხვერპლი არ იყოს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში რაღაცნაირად დაინერგოს ეგ და ამასთან დაკავშირებითაც ამაღლდეს წარმოდგენა, იმიტომ რომ მე შორს ვარ იმისგან, რომ მე კი არ მომწონს ეს შოუ, მაგრამ არ უნდა ჩაგროთ ისინი, მე მაგალითად ძალიან არ მომწონდა ვიდეო არის ცნობილი, გოგონას კურიერს შოუღებ და ეს დამოკიდებულება არ მომწონს რა. და მე მგონი რეკონსტრუქცია უნდა ავაგოთ ჯერ, უნდა დავაინტეგრიროთ უკეთესად საზოგადოებაში ვინც არიან და მეტის შემოდინება უნდა შეწყდეს რა, იმიტომ რომ ნუ გასაგებია კომპანიებს შეიძლება რაღაც უფრო აწყობდეთ, კომპანიებს შეიძლება უფრო აწყობდეთ, რომ ნაკლები ხელფასი გადაიხადონ, კომპანიებს შეიძლება ბევრი რაღაც აწყობდეთ, შეიძლება ამათაც აწყობდეთ ეგ პირობები, თუმცა იზრდება აქ ასევე და მე მგონია რომ ეგ უფრო შორი პრობლემა არის, მაგრამ ნუ ყველა ქვეყანაში უნივერსალური გამოცდილება არის ეგ, რომ იზრდება იმის რისკი, რომ კრიმინალი ზრდა ამას მოყვეს რეალურად უკონტროლო მიგრაციას განსაკუთრებით დაბალი განვითარების ქვეყნებიდან. ეს ვნახეთ ჩვენ გერმანიაში, ეს ვნახეთ ჩვენ საფრანგეთში, ეს ვნახეთ ჩვენ ძალიან ბევრგან. ბევრი მაგალითად საფრანგეთში დაინტეგრირდა, რა ვიცი, საფრანგეთის ნაკრები უმეტესობა არიან არაეთნიკურად ფრანგებით სავსე და დაინტეგრირდნენ ეს ადამიანები, თუმცა არის მაინც ძალიან დიდი პრობლემა, ის დიდი ქვეყანა არის. ჩვენ შედარებით პატარა ქვეყანა ვართ. 3 მილიონი ნახევარი ვართ. ქართველი არის გასული ამ ქვეყნიდან და ზოგადად ეგეც არ ვიცით რა, რამდენი ვართ რა ამ წამს საქართველოში. 1,5 მილიონზე მეტი ვიდრე დინარაძე თქვა, მგონი პარლამენტში ამასაც. ნუ 1 მილიონზე მეტი ყველა ვარიანტში. სხვადასხვა დროს. როდესაც ეს ხდება და მე უცებ მესმის, რომ 10 წელს წინ, 2014 წლის წინ 39,000-40,000 დაახლოებით უცხოელი იყო ბინადარი საქართველოში და ეხლა არის 256,000 და ძირითადად ეს არის თურქების ხარჯზე, რუსების ხარჯზე და ეს მოხდა იმიტომ რომ $100,000 რაღაცა უძრავი ქონება შეიძინეს, ან სხვა გზებითაც შეიძლება მოპოვება ხო ბინადრობის. აი ეგრე ერთმა ბიჭარენ მოქალაქეობრივი. რა დაიცი რა მაინტერესებს? იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ამდენი რუსი შემოვიდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, მე ამდენმა ადამიანმა მოქალაქეობა აიღო, ბიზნესები გახსნა, უკვე თავისი ბაღები, სკოლები აქვთ. ესეთ სიტუაციაში, როცა აქამდე ამას თითქოს შეგუებული ვიყავით და ამაზე ლაპარაკი არ მიდიოდა, ესე უცებ არაბულ ინვესტიციაზე, რომელშიც შეიძლება 16,000 სახე სრულიად არაბებს გადაეცეს და ეს რო საერთოდ 4-5-ზე გავამრავლოთ, სადღაც 70,000 არაბის ჩამოსვლას უდრის საქართველოში, ეს ციფრები რა მოსატანია იმ რუსებთან შედარებით, ვინც უკვე აქ ცხოვრობს. ასობით 100,000-მდე ყოველ შემთხვევაში. 216,000 მეტესობა ეგენი არიან. ახალ ბინადრებს აღარ რამდენია კი. ხო არ ჯობია მე ეს მაინტერესებს რომ მე ვიცი რომ თქვენს აპირებთ ამაზე კამპანიის ჩატარებას, აქციების, ბევრი ოპოზიციური პარტია ასევე თქვენთან ერთად თუ ცალკე ამის გაპროტესტებას აპირებს. მე მაინტერესებს ესეთ სიტუაციაში უკეთესი ხო არ იქნებოდა რომ უფრო მეტი ყურადღება მივმართოთ რუსებისკენ, რომლებიც ბევრად უფრო დიდი საფრთხე არის ჩვენთვის და ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე არაბებისთვის, რომლებიც
მაქსიმუმ 70,000 შეიძლება მივიღოთ ყველაზე ისეთ შემთხვევაში. იცი არის ჩემთვის რა თქმა უნდა ხა ცოტნე რას თქვა მაგასში ვეთანხმები რომ რუსეთი არის ჩემი უსაფრთხოებისთვისაც ნუ სოციალური ამბისთვისაც ხო საფრთხე არის რომ ეს ანკლავები რო იქნება და თავის სკოლები რო აქვს თავის კლინიკები რო აქვს რაღაც თავისი დასახლებები რო აქვს ეგ ხო სერიოზული პრობლემაა სოციალურადაც და იგივე პრობლემა შეიძლება გაჩნდეს არაბებზე რაც მე პრობლემა 850 ჰექტარზე მაგალითად მაგრამ ეს უსაფრთხოების პრობლემა არიან სერიოზული შეიძლება თუნდაც არაბები იმიტომ რომ ნუ ვიცით ისლამური ორგანიზაციების გავლენები ვიცით როგორ იყენებენ სხვა ქვეყნებში საფრანგეთში ნახეთ ჩვენ რომ მიგრანტების ხარჯზე ხდებოდა ტერორისტული აქტების მოწყობა, მიგრანტების ხარჯზე ხდებოდა და ეს ახლა ისლამურ ორგანიზაციებთან კავშირში არ არის, თუმცა ყაჩაღობა ბევრი, ნუ გაუპატიურების შემთხვევები, პედოფილიის შემთხვევები, იმიტომ რომ ისინი მოდიან, ეს არ არის მათი დანაშაულიც, ისინი მოდიან ისეთ ბექგრაუნდიდან, ომის ბექგრაუნდიდან მოდიან, განათლება ნაკლები ბექგრაუნდიდან მოდიან და ეს რაღაცა ესეც აქციელი აქვს რა ზოგადად რა ანუ ეს პეუგან და გერმანიაში ძალიან გაიზარდა მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული ზოგადად დანაშაულთან ერთად დიდი წილი აქვს მათ რა სტატისტიკურად მე როგორც ვიცი და ეხლა საუბარი არის მეც პირდაპირ დაიწყო საუბარი რომ სირიელები უნდა დაუბრუნონ თავის ქვეყანაში მორჩა იქომი რა და ეგეც სერიოზული პრობლემა არის და კარგია რომ თავის დროზე სირიელი მიგრანტების პრობლემა საქართველოში არ გაშა თუმცა სულ არის იმის საფრთხე რომ პირობითად ირანში ეხლა ხო იყო იმის საფრთხე საბედნიეროდ მორჩა ყველაფერი ომი დაწყებული იყო დიდი მიგრაცია საქართველოს მოხდა ხო ირანს უიზოა საქართველოს შეუძლიათ ჩვეულებრივად აქ შემოსვლა ჩვეულებრივად და ის რა არის ხო რუსები რა თქმა უნდა და რაც 2022 წლის ომის მერე მოხდა რომ ბევრი ვერ მაიღო მოქალაქეობა ბევრი ამომრჩეველი გახდა ბინადრობა 256,000 მათ ხარჯზე არის ძირითადად და ამან უკვე პრობლემა შექმნა ანკლავების შექმნის უსაფრთხოების შექმნას იმიტომ რომ ბევრი არის იმისაჭი რომ სპეცსამსახურების მათი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები მაგრამ არ მგონია ნაკლები პრობლემა არაბული ანკლავებით იმიტომ რომ ეს ქმნის იმის საფრთხეს რომ ამ ხელა ტერიტორიაზე გაჩნდეს რაღაცა ტიპის ადამიანების დასახლება, სადაც შეიძლება ინტეგრაცია ქართველის ვერ მოხდეს, მათი ინტეგრაცია გარეთ, კრანისის ტყეპარკის და გონიოსის ნაწილის გარეთ არ მოხდეს. მხოლოდ ცხოველები იყო და ისეთ ფასები არის, ამას კიდე გავშლი რა თემას, საბოლოო ძალიან ბევრი. მოდი ხა ცოტნეს დაუთმოთ დრო. დავიწყო? ეს ზოგადად დიალოგის რეჟიმი შეგიძლია რომ ჩაერიო ხოლმე როცა ვადუცი საუბრობს. ნუ ერთი დავიწყოთ რომ ბევრი არალეგალიაო და შესაბამისად ბიუჯეტის ფული არ მიდის. ხო, ნუ არალეგალია შესაბამისად ჩვენ აქ პოლიტიკას რო შეიმუშავებ, არალეგალს აქ კავშირი არ აქვს. ხო, არალეგალი ნიშნავს რომ ის არ ემორჩილება შენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ბაზას. ხო, აქედან გამომდინარე პირიქით შეიძლება რაც უფრო მეტად დაამძიმოს საკანონმდებლო ბაზა და რაც უფრო მეტად გართულდეს აქ ლეგალურად ყოფნა, უფრო მეტი არალეგალი ყავდეს. ანუ არალეგალის ის რომელიც ბიუჯეტში ფულს არ იხდის მას არსებული პოლიტიკის ცვლილება მაგალითად რაც უფრო მეტად გავართულებთ მეტად მეტი არალეგალი იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც უფრო მეტად რთულდება ლეგალურად იყოფნა, უფრო მეტი არალეგალი ჩდება, იმიტომ რომ იქ მაინც მიდიხარ იქ პირიქით მალავ შენ იქ არსებობას, მე უფრო მეტად აღარ იხდი ბიუჯეტს ფულზე, უფრო მეტად გამქრალი ხარ, იმიტომ რომ ლეგალურად იქ არსებობის ფუნქციონირება არის შეზღუდული, ამიტომ ნუ ხარ არალეგალი, რომელიც ფულს არ იხდის, ხო არ არის და მოკიდო ხელი და გააგდო. თორე ის იმყოფება უკანონოდ შენი ქვეყნის მოქალაქეც რომ რამეს აკეთებს, ის პრობლემა არის, არა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამიტომ ეს პრობლემა აქვს. მე ხომ არ ცოტა იმანდიც შემაინდა ჩაკითხები რა, რომ აი მაგალითად ამერიკაში ნახეთ, რომ ის მექსიკის ხოდი ეგრეთ წოდებული რაც იყო რა, ბევრმა ქართულმა გამოიყენა, არ ვიცი ეს სიტყვა ქართულად რო ვქო, ბოდიშუფტი კიდე ერთხელ მაყურებელს. მექსიკის ვარიანტი შესვლის რა, რაც იყო იცი რა არის ის ჩაიკეტა რაღაც მომენტში ვეღარ შედის ვერავინ და რაღაც კაცმა საზღვრების ჩაკეტა მე მაინც გააკეთა. მე მგონია რომ ის 17 ქვეყანასთან ფაქტობრივი უვიზოდა ანუ რაც დაწესებულებით და ირანთან პირდაპირ უვიზოდა, პაკისტანთან რაღაც პასპორტებით პირდაპირ უვიზოდა, რომ გააუქმო ანუ უფრო მეტი არალეგალი ანერად შემოვა საზღვარზე კარგი კონტროლი ჰქონდა და ევროკავშირი ძალიან გვეხმარება მაგრამ ბევრ სხვათა შორის ამათ კი უნდა თან გამოყვანა ევროკავშირის სო აი ისინი არიან ის მიგრანტებს შემოგვეყრენ არა ძალიან გვეხმარებიან საზღვარების დაცვაში რეალურად ასე არის რა თუ ეს კონტროლი გააძლიერეს საზღვარზე და რაღაცა მექანიზმები შექმნილი და ესე არ ქონდა რა ჩვეულებრივად რა ბაჭიაშვილი როგორც გადაეპარათ მაგალითად სომხეთში რა რომ ვიღაცა შეიძლება ესე სამარგულით შემოვიდეს დაცემს მარტო ეგეც არ არის რა საზღვარზე ზოგადად არის კარგად კონტროლირება საქართველოში ხო ეგ ნაკლებს საფრთხეში არა შენ შეგვიძლია როგორც მიგრანტს როგორც პრობლემაზე და მიგრანტს როგორც პრობლემაზე მე გავიგებ მაგარებს როგორც არალეგალზე კონკრეტულად მინდა ამ კუთხე დავინახო იმიტომ რომ ვიზა არის ქვეყანაში ყოფნის ლეგალური საშუალება შესაბამისად ამას ვამბობ რომ ვიზა თუ არ ექნება არალეგალურად ყოფნის და მაგის მერე ცალკეულად ეგ უნდა და ანუ მე რომ შეგიანე საკანონმდებლო ბაზას თუ ისეც მომოვარგებ რომელიც რაღაცა ნაფიქრი იქნება და მას არალეგალობა არ მოუწიოს მალვა და პირიქით მე არ დაემალოს საგადასახადოს ეგ მაგის თქვა მინდოდა რაც შეეხება ზოგადად ისევ იგივეს რა მოდის აქ შენ განაცვლებს სამსახურის გარქმას აქ კიდე იგივე მინდა თქვა რომ ეგ იგივე აქ შეწინააღმდეგობით თქვა ChatGPT-ს მოგონებას იმიტომ თქვა პროგრამისტებს სამსახურს ართმევს და ეგრე შეიძლება მივუდგეთ უამრავ ახალ ტექნოლოგიას უახლოეს ტრაქტორებს უახლოეს რაღაცა
ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანებს კი იმ სამუშაო ადგილს საერთოდ ტრადიციულს, რომელიც იქამდე ქონდა, მე გამონთავისუფლებულ კაპიტალს ის ადამიანი ეძებს და ხელახლა პოულობს ან სხვა სამსახურს, ან იძენს სხვა უნარჩვევებს. ეგ იგივეა, რომ ანუ ამ აქ ვიბოლოთ იმის კომიდა, რომ აქ ორგანიზმი გიქნება შენ წარმოადგენელი ამ ეკონომიკურად, თუ რაიმე კონკრეტული ChatGPT იქნება, თუ რაიმე სხვა რაც ადამიანის შრომას ანაცვლოს, აქ მნიშვნელობა მაგას არ აქვს და ამიტომ მაგას არ ვფიქრობ, ეგ იგივეა, რომ არა, ეგ შეიძლება არის სხვა უკვე პრობლემა და ცალკე გადავიდეთ. უშუალოდ ეკონომიკურად ჩემთვის ეგ არ არის. ზოგადად დემოკრატია, ანუ ის რომ ქართული ენა აღარ გვესმის და აქ მე კულტურა იცვლება და დემოკრატია რაღაცა პრობლემა ექნება, ეგ უკვე ცალკეული სამუშაო ამბავი არის. ხა საქართველოს პირობებში მაგალითად ჩვენ ხედავთ საზოგადოებას, რომელიც რუსებს ხაჭაპურებს უცხობს, უკეთებს, თავზე ყვება და ეხა ბატუმი ანუ რეკლამა გადის ამდენი ხანი არის იმისი, ხო? რუსებს არავის არ შეწუხებულა როგორც ხო, მაგრამ როგორ იყენება პოლონური ის არის ჩოლებრივ საბჭოთან სენტიმენტები ბატუმი რა კაია, ეგ გამიხდეს რუსი და იქ იყიდეს, მაგრამ აქ ნაკლები პრობლემაა სინამდვილეში აგვესვეს სინამდვილეში ხალხს არაბები და ეს მუსლიმები და ეს შიშები აწუხებს. ეგრეთ ჩვენ კულტურულად როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა იყოთ მდგრადი და მყარი, ეგ მართლა სამუშაო აქვს, იმიტომ რომ ჩვენი მტრის ქვეყნის მოქალაქეებთან გვაქვს ეგეთი ენის მოჩლეკვის პოლიტიკა. შენ აქ უნდა კონდეს ჯერ შემუშავებული რომ რა უცხო ქვეყნის აქ მოქალაქეს უნდა უწევდეს შენი ქუდის დაფარება. ეს შენი ქუდი რა არის? ეს არის სინამდვილეში მოსაფიქრებელი და ეგ ქცევის პატერნი როგორი არის, რასაც შენ აქ ახვედრებ. ჩვენ აქ ვერ ვახვედრებს ყარ საზოგადოებას, რომელსაც აქ მყარი ღირებულებები რაღაც არის შეთანხმებული, რაც ნიშნავს ქართველობას და ის ვინც არის უცხო გამოჩნდება უცხოდ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქუდი არ ახურავს და ამ ჩვენ ქუდს რო არ ვახურებინებთ და ზოგადად კულტურულად ეგ მიდგომა რო არ გვაქვს და ხოლმე Facebook-ზე პოსტებში ეს ხალხი ეგეთი ტიპის პატრიოტი, მაგრამ ქცევაზე რომ მიდის მზად არის თილარის გულისთვის ვიღაცას გაუღიმოს და ის ხაჭაპური მიყიდოს და ხინკალი მიყიდოს და მიხვდეს რომ მტერი იყოს იმას უმღეროს და უცეკვოს. ეგ ცხადი არის პრობლემა. უბრალოდ ერთი რა ვიცი მინდა, ჩვენ დისკრიმინაციის უფლება გვაქვს. უბრალოდ ამ დისკრიმინაციის დროს რაღაცას იხდი. მე მაგალითად რო თქვა რომ არ ვემსახურები, თქვათ მაგალითისთვის რა ვიცი, გინდა შავკანიანი იყოს, გინდა თურქი იყოს, გინდა რა ვიცი, მე შეიძლება არ ვემსახურო. ვიღაცა ჩემ ყოფილს არ მომემსახურო, მაგრამ ამ დროს რაღაცა მოთხოვნის მხარეს ვამცირებ. ხო ნამისთვის მე ამ ჩემ ღირებულებისთვის ფას ვიხდი. მე შეიძლება რუსული პროდუქცია მაღაზიაში არ ვიყიდო, რომელიც უფრო მეტად იაფიქრის, მაგრამ მე ამაში ფულის გადახდისთვის ვარ მზად. კოლექტიურ ქცევაში ზუსტად ანალოგური ხდება, უბრალოდ ეს საერთო ვალდებულება ხდება და გვინდა თორე ეს ვალდებულება მე ცოტნეს სხვას დავავალო, ეგრე იქცევდეს. ვოლტსა და კურიერს და იმებს რაც ეხება, სიამოვნებაში ეგ სერვის აიაფებს და მანდ არის ამბავი, რომ ტაქსით რომ გზავრობ, უფრო იაფიქრება და იმ კომპანია მიცის რომ იმ ხელფაზე ქართული რომ იყონოს, ქართველი ამბობს რომ მე იცი მინიმუმ ქართული მაინც ვიცი, ლაპარაკი მაინც ვიცი, უფრო კაი მოშახელი მაქვს, ჩემნაირ კაცი თუ ხავდე ცოტა მეტი უნდა მომცე, ვიდრე აქ იხდი. ამ შრომაში მას უფრო იაფი ისუჯდება, შესაბამისად იყვას მაგაზე გიფროია მესმის ხა აი მოდი ვიტყვი რა იმას გადავაბო კიდე ერთად დავამატებ და მაგაზეც მაგაზეც თუ გინდა ის რა ეს ზოგადად ხალხი მინდის ვიტყვი აქ სამუშაო ერთევა კიდე უფრო მეტად ამას ხაზი გაუსვა ადამიანი აქედან რომ მიდის იმიტომ რომ აქ სამუშაო წერტ თუ უცხოელმა შეჭამეს და მიდის უცხოეთში და მიდის მაგალითად თუნდაც ამერიკაში სადაც განმოპარებული მექსიკელი კბილე ფალესილი მზად არის ერთ კაპიტად ყველაფერი აკეთოს ანუ ადამიანს ეგ აქედან მიდის ეს ამარგოდ უბრალოდ არ მივიღებ რა აქედან მიდის რომ აქ ჩამოსულმა უცხოელმა შეაშინა ვოლტში რომ აზე იაფად მოშოდეს სხვა ქვეყანაში მიდის სხვა ქვეყანაში სადაც სულ ყველა მიგრანტია მისთვის, სულ ყველა უცხო არის მისთვის და იქ არის მზად რომ იმუშაოს. სხვა მას ერთი რამე იწეს, უბრალოდ უნდა მეტი ფული, მეტი ხელფასი უნდა და ეს მეტი და ფული და ხელფასი აქ იქნება თუ ეს ეკონომიკა გაიზრდება, თუ არ გაიზრდება, არსებული ტორტის ნაჭერი, რაც არ უნდა გაჭრა და გამოჭრა, იმაზე მეტი ვერ შეხვდება, ვიდრე არსებობს. ეს ტორტი არის ზოგადად გასაზრდელი, რომ მეტი დოვლათი არსებობდეს ამ ქვეყანაში. იცი რა არის, აი მაგაზე რა, რომ სერვის აიაფებსო, თუნდაც ტაქსის და ტაქსშიც შემხედრია მე უკვე ძალიან ბევრი. და მან ენობრივი ბარიერის პრობლემაა ძალიან სერიოზული და მე ვფიქრობ რომ საზღვრების გამკაცრებასთან ერთად და ამ ყველაფრის გამკაცრებასთან ერთად და არალეგალების მეტ კონტროლთან ერთად ასე ვთქვათ ესეც რაღაცა კრიტერიუმი უნდა იყოს რომ არ უნდა იყოს $100,000 მარტო იმის კრიტერიუმი რომ ადამიანმა ბინადრობა მიიღოს არ უნდა იყოს რომ მარტივი ეს ყველაფერი რა თუ ადამიანი აკაპირებს მუშაობას, თუ ადამიანი აკაპირებს, ანუ ეს ყველაფერი უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოთი განსაზღვრული ჩემი ასეთ. უნდა იყოს შესაბამისი სამსახური და არა ისე მიგრაციის სამსახური რო აქვს, ახლა ამათ და 15 მიგრანტს რო აგდებენ თვეში და ამას PR-ისთვის რო იყენებენ და ვიღაცებს რო ჯერათ. რეალურად ეს არ აგვარებს პრობლემას. დღემდე არის ძალიან ბევრი არალეგალი, დღემდე საქციელი აქვს ძალიან ბევრი ცუდი ელემენტარული, რომ ჩვენ ვიდეო ვნახეთ ყველამ რომ ვოლტის კურიერი შეიძლება იქცეოდეს, ნუ არადამახასიათებლად შეიძლება
ბოდის ვიტყვი ამის, მაგრამ ისაქმებდეს შუა სადარბაზოში, მაგალითად და ვნახეთ ჩვენ ეს და იყო მისი ეროვნება, საავადმყოფო ინდოელი ან პაკისტანელი, რაც ჩანდა რეალურად. ქართველი ვერ იქნებოდა ის რა გასაგებ მიზეზების გამო არ მინდა უბრალოდ გადავიდე რაღაც სხვა სივრცეში, დეფინიციებში. თუნდაც ის რომ რამდენიმე ფაქტი იყო უკვე ამის, რომ და რუსებზე არის ეს განსაკუთრებული პრობლემა, რომ ბარიგობენ ჩვეულებრივად, ანუ ბარიგების კურიერებად მუშაობენ, იმ თავის რაღაცა ყუთებს იყენებენ ამისთვის და კრიმინალსაც ზრდიან ამით რა და ნახე როგორ რაღაცა მაგის გარდაც. სერვისებს რო დაუბრუნდეთ, ისე ცოტა გამიქცა მაგ თემიდან. სერვისებს დაუბრუნდეთ ისე. მე მაგალითად როცა ხედავ რომ რაღაცა ტაქსზე, თუნდაც ბოლტზე, Yandex მაგალითად არ მოვიყვან, ბოლტზე, გლოვოზე დასაქმებული ეს ინდოელი კურიერი და მე წლების განმავლობაში ვერ ვხედავ რომ ჩემი სერვისი თუნდაც მიტანის საფასური, თუნდაც წლიური გამოწერის საფასური Volt Plus-ის ან Glovo Prime-ის მაგალითად ან რა ვიცი თუნდაც საჭმლის საფასური არ შემცირებულა ჩემთვის მე უბრალოდ ხედავ იმას რომ აქ ზოგადად ეგ პრობლემაცაა რომ დუოპოლია ან მონოპოლია არის ძირითადად რა იმიტომ რომ კომპანიები თანხმდებიან რაღაც ფასებზე არ არის დიდი კონკურენცია როდესაც მე მაგალითად ტაქსების კომპანიების მხრივაც და ეგ ცალკე პრობლემა არის და საკურიერო მომსახურების კომპანიების მხრივაც ესპანეთში ჩავდივარ მაგალითად 10 კომპანია არის თითოზე და არის მაგის თავისუფლება და რაღაცებით რეგულაციების შემოსული არ არის რეალურად რა რაც კარგ სიტუაციაში აყენებს იმ კომპანიებს იქ უფრო მეტი კონკურენციაც არის ფასების შორის მეტი სხვაობაც არის და აქ უბრალოდ ფასები რჩება კი არა ცოტა იზრდება კიდეც მიტანის სერვისი ქართველი კურიერები რომ მუშაობენ მაგალითად და სულ ბაზარი ქართველი კურიერები თუ იყო და დაკომპლექტებული თავიდან 3-4 კომპანია რო იყო 1 ან 2 ლარი ახლა არის რაღაც ლოკაციებზე 4 და 5 ლარი მაგალითად საჭმლის ფასი მუდმივად იზრდება ტაქსის ფასი იზრდება და იზრდება ეგ საწოლთანაც დაკავშირებული არის ეგეც რო იზრდება მაგის ფასი და აქციისთან დაკავშირებული არის საცხოვრებთან დაკავშირებულიც არის მაგრამ ფაქტია იზრდება მაგრამ ჩემთვის რაღაცა სერვისი არ გაუმჯობესა მაგრამ რა გაუარესდა ჩემთვის სერვისი კი არ გამიუმჯობესდა და ფასი კი არ გამიუმჯობესდა სერვისი გაუარესდა და ფასიც უარესდება რა და არ არის პირდაპირ პროპორციული ამაზე სერვისი ატოვარესდება აი დავამთავრებ რა სერვისი უბრალოდ უარესდება იმიტომ რომ რა ვიცი მე რომ მირეკავს პირობითად კურიერი და ვერ ვაგებინებ ანუ smartphone-ს აქვს ეგ პრობლემა რა ანუ არ მინდა რაღაცა მართლა ცუდად გამომივიდეს და რუსსაც თუნდაც ძალიან ბევრი რუსია და არ უნდათ ამენის სწავლა არ უნდათ რუსებს განსაკუთრებით არ უნდათ ამენაზე ლაპარაკი ინდოელებს ხოჭო ცდილობენ მაინც მეტი პრეტენზიაც აქვს რომ ჩვენ მეტი პრეტენზია რომ შენ რუსული რატო არ იცი და ინგლისურიც კი არ ესმის ზოგს და ინდოელებს წარეთ პრობლემა და პაკისტანელებს და არ მარტო ინდოელები არიან ეს კრებითად არ გვინდა რა პაკისტანელებს ბანგლადეშელებს ბევრნი არიან რომ იქ არის ეს ბანგლადეში ძალიან პატარა ქვეყანა არის ძალიან ბევრნი არიან და საქართველოში მარტივი შემოსვლის რაღაცნაირი გზა აქვთ რა და საქართველოში მარტივია მათ შემოსვლა და ხვდებიან რომ ამ ქვეყნიდან შეიძლება ვიღაცა მოჩახედოს რა დასაქმების კომპანიებმა რომ ამ ქვეყნიდან გადიან ხალხი კურიერების ადგილები თავისუფლება მოდი იაფთოფას დავასაკუთრებთ და მე რეცოტნე შენ სხვა ეგრე მინდოდა რომ მეკითხა და კრიტერიუმი უნდა იყოს რეალურად ვადო წეგან ლაპარაკობდი იმაზე რომ იქიდან ჩამოსული არ ვიცი არაბები თუ ვოლტის კურიერები თუ არ ვიცი ეს ადამიანები ჯერ ერთი იღებენ იმ ხელფას და იმ სამუშაო ადგილებს რაც ეს ქართულებს ნახმარდებოდეთ და მე კიდევ მათ არც სახარბიელო ქცევაზე საუბრობდი მე მაინტერესებს ეგ ხო არ არის იმის ფასი და ეს ბუნებრივად ხო არ ლაგდება ესე იმიტომ რომ საქართველოსდანაც არის ძალიან ბევრი ემიგრანტი წასული სხვა ქვეყნებში ასევე სხვა ადამიანების სამუშაო ადგილებს იღებენ, საქართველოს არჩენენ, ბევრი ადამიანი ასევე არალეგალია და არც იქ არ იხდის გადასახადებს და ასევე არ გაგვიკვირდება ალბათ თუ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ერი და ადამიანი საქართველოს კარგი სახელით არ იცნობს საყვარგარეთ კი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი კარგი ემიგრანტი ყავს მაგრამ ხო პირდაპირ მოსაპარად შედან ეს იცი რის თქმა მინდა ამით ეს ხო არ არის ბუნებრივი პროცესი რომ თუ შენი ქვეყნის მოქალაქეები ასე იქცევიან საზღვარგარეთ ბუნებრივია რომ სხვებიც ესე იქცეოდნენ საქართველოში და ნუ რასიზმ ესეთი დამოკიდებულება ხო არ უნდა გქონდეს და ხო არ უნდა მივიღოთ რომ ეს ესე იქნება მე პირადად არ მგონია როგორც ბევრი ქვეყანა არ იღებს ამას და ქართველებს სხვა შორის ბევრ შემთხვევაში ეროვნულ დონეზე უსამართლოდ ექცევიან მე აქ ხედავ რაღაცა ქართველები ჯერ ესერთი მე რასაც უყურებ და მე რასაც ხედავ უფრო კი არა უსამართლო არის რატო რა რეალურად ეს რა რომ ძალიან ცოტა ქართველი არის რეალურად იქ მოსაპარად კი ეს სტერეოტიპი არსებობს მაგრამ ძალიან ცოტა ქართველი არის არაპატიოს საკითხით ჩასული რა და ბევრი ქართველს ეკთება ამის გამო პრობლემა ხო ეგ ცხადია კი აქ უკვე ათეულობით შემთხვევა არის რაღაცი ბარიგობისაც თუნდაც და ამისთვის გამოყენების ეს გრაფიტები რო არის ქუჩაში აღარ დავასახელებ რა დავუძდებ ჩვენი ხელი დღებოთ ოცნება არაფერს არ აკეთებს ამას დაკავშირებით ვითომ ნარკოპოლიტიკას რო ებრძვიან რა
ანუ ეს აქაც პრობლემას იჩენს, კულტურულადაც პრობლემას იჩენს, რაღაც სხვადასხვა დისკომფორტის პრობლემას იჩენს, ენის ბარიერის პრობლემას იჩენს, უფრო მასიურად არის. მე მგონია რომ აქ ცხოვრები უცხოელების უფრო დიდი ნაწილი არის, ვინც დისკომფორტულად იქცევა, ვიდრე იქ ყოფ ქართველებს. თუმცა იქ ეს მოწესრიგებული აქვს რა, მე ესე ვხედავ რეალურად რა და უბრალოდ ჩვენ იმაზე უნდა ვიმუშაოთ რეალურად და ამაში მე მგონი თანხმდებით ყველა რომ აქ უნდა გამარჯვებდეს ეკონომიკური სიტუაცია. აქ უნდა უნდოდეს ქართველს რომ დარჩეს, ანუ არ მიდის ქართველი ეგეც მე მგონია რომ ხელს უწყობს ეს ყველაფერი რა და არაბული ქალაქები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამას რომ გავიდეს ქართველი აქ სამსახური ვერ ნახოს ხო წავალ რა. მარტო ეს მიზეზი არ არის, მაგრამ აღარ უნდა ხდებოდეს ქართველების გადინება და ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, ნუ რაღაცა ჩვენ მუშაობთ ბევრ ვარიანტზე, ბევრ ვარიაციაზე, იმაზე რომ მაგალითად ემიგრანტი, ვინც იქ ცხოვრობდა, ან არალეგალად იყო, რომ დაბრუნდება საქართველოში თუნდაც და ნებაყოფლობით თუ დაბრუნდება, იმედი აღმერთს მაგას, არავის დეპორტაცია არ მოუწევს და არავის არ უსურვებს. როცა ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში, რაღაც შეღავათებით ისარგებლოს როგორც მოქალაქემ, საერთაშორისო შეღავათებით ისარგებლოს, რომ მას გაუმარტივდეს აქ თავიდან დამკვიდრება და ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ ანუ ეს ქართული ოცნება დასრულდეს ამ ქვეყანაში, მათი სოციალური პოლიტიკა და მათი მომხვეჭელობა და კორუფცია დასრულდეს და უკვე ამის შემდეგ უნდა დაიწყოს, რომ ნელ-ნელა სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად ესეც უნდა დაიწყოს ემიგრანტების დაბრუნება რეალურად, არა ივანიშვილი როგორც ამბობდა თავის დროზე 2012-ში, რომ დაგაბრუნებთ და ეხლა საერთოდ თქვის უფლება გაუკლა. არამედ დაბრუნდეს მართლა ეს ხალხი, რეალურად დაბრუნდეს ეს ხალხი, რაღაც შეღავათი, რაღაც კარგი დაინახონ და მათი ცხოვრება წინ წავიდეს და აღარ გქონდეს ამ ქართული სამუშაო ძალის ჩანაცვლების პრობლემა, რომ 30,000 მუშა ხელს რეალურად იმისთვის სამუშაო ძალას რომ არაბულ ეგრეთ წოდებულ არაბულ ქალაქების დასაქმებაც უნდათ რა, საქართველოს ციშოვი მაგალითად რაღაცას შეშენებლად რა, მაგრამ სერბეთის მაგალითზე ვიცით დაპირდნენ სერბებს დავასაქმებთო და ჩაიყვანეს ინდოელები და ჩინელები. ეგრე იყო რიკოტის პროექტიც მაგალითად. კარგი. ცოტნე კითხვით გადმოვალ შენთან და მე შეგიძლია რომ რაც დაგჭა სასაუბრო გამოიყენო ეს დარჩენილი დრო. მინდოდა რომ წაღან მეკითხა ესეთი რაღაც აი მაინტერესებს შეიძლება შენთვის არ იყოს პრობლემა უცხოური ინვესტიციები ზოგადად და ეს არ იყოს დამოკიდებული არც რელიგიაზე, არც წარმომავლობაზე, არც ეთნიკურობაზე. მთავარია რომ საქართველოს შემოვიდეს უფრო მეტი დოვლათი, შეიქმნოს უფრო მეტი დოვლათი და უფრო მეტად გავმდიდრდეთ. ეს ხო არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მაინტერესებს ესეთი რაღაც, როცა ქართული ოცნება ის ვინც ეხლა არის არალეგიტიმურად რა არის ხელისუფლებაში ცდილობს რომ დაგვაშოროს ჩვენს რეალურ მოკავშირეებს და ამ დროს დაუმეგობრდეს ისეთ ქვეყნებს რომლებიც უფრო მეტად არიან რუსეთის მეგობრები აი ამ მიმართულებით როცა მიდის ქართული ოცნება და მერე ცდილობს რომ საქართველოში შემოიყვანოს ის ინვესტიცია რომელიც არის რა ვიცი არაბული ინვესტიცია რაც ახლა შეიძლება რომ განხორციელდეს სულ რომ დეტალებში რო არ ჩავიდეთ და არ ქონდეს ამ ინვესტიციებს პრობლემები ამ შემთხვევაში თუ დაეთანხმებოდი ამ ინვესტიციის არსებობას რომლის მოტივი შეიძლება იყოს არც ისე სახარბიელო ქვეყნებთან დამეგობრება და ქვეყნის კურსის ესე მკაფიოდ გადახვევა. Ну, ჩემთვის პრობლემა არის, რომ ალტერნატივის გარეშე ვრჩებით, მაგრამ თავისთავად ალტერნატივის გარეშე რო ვრჩებით ის, რაც ფული შემოდის, ამაზეც რო არის თქვა უფრო კაი იქნება, მე მაგის ამჯერა უნდა შეგვაწუხოს, რომ ეს მოკყიდოს, რომ არის დასავლური ინვესტიციის ალტერნატივა და ისეთივე ფასი აქვს, როგორც მაგას, აქ უნდა ქონდეს პრობლემა და ამას უნდა პროტესტებდეთ და ეს უნდა გვაწუხებდეს, მაგრამ ამის იქით თან დასავლური ინვესტიციაც არ იყოს და ამათაც უარი უნდა თქვა, ეგ საერთოდ ნიშნავს, რომ ესე იგი მოდი გაგვიჭირდეს, მოდი მოგშვიდეს და მე მოშებულზე ხალხი გაბრაზდება უფრო მეტად და მე იქნება უფრო დაინახოს პრობლემა და ეგ არ მგონია მე ზოგადად სწორი რომ ადამიანებს სტიმული უჩენოთ არა იმიტომ რაღაცა აზრი დაინახოს ესე და შესაძლებლობიდან ამოვიდეს არამედ რომ შეწუხდება დამით ანუ მათრახის პრინციპით მიხვდეს რომ ეხლა აი მოგშვიდებოდ ეხლა ხომ მაინც მიხვდები ხოცები რაც უდები არიან და ერთი მოცემული ადამიანი ცხოვრება რო აქვს ადამიანს და ამიტომ დღეს და ხვალ უფრო მოშვიდეს და იმას გულშემატკივრდე მაღალი ინფლაცია იყოს იმას გულშემატკივრდე რომ ქვეყანაში გაჭირვება იყოს იქნებ მე მაინც მიხვდეს ეს ხალხი რამეს ეს მე ძალიან არ მომწონს ხოლმე და არის ბევრი ოპოზიციონერი ვისაც მე მაგას ვატყობ და მაგაზე ხოლმე ვიზო მიმოსვლის გაუქმებადეთ ხომ შეიძლება ვატყობ ხო ეს სურვილები არის რომ ეს ხალხი იქნება გაბრაზდეს და არ მომწონს ეგ პოლიტიკა ეგ კატასტროფა ეგ კატასტროფას რუსეთი ვართ არ მოდის მე ეს ხალხი იმდენი ქუჩაში ამის და გამოვიდეს და მე უარეს ქვეყანა და მე ამ პოსტაობით დავიღუპებით მე ეგეთი რამე არ მომწონს მე აქ ინვესტიციაზე იმას კარო მე თვითონ ყველანაირი ინვესტიცია მოწონს თვითონ მაგალითად მე რო ვიყიდე და ჩემ ბინას შეიძლება საერთოდ არ მიყვიდა რუსსაც არ და მეტი ფული მომწეს უბრალოდ მე ამას გათვითცნობიერე რომ ჩემ უარსობ მაგრამ ამით იმით კი არ მომფრო ინვესტიცია ეკონომიკურად ცუდი არა ის ეკონომიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება ჩემის ხრი მეცნიერულად ესე არის ოქსიმორონი არის ცუდი ინვესტიცია ეგეთ რამე ეკონომიკურად არ არსებობს შეიძლება უფრო ძალიან ცოტა დარჩეს იქიდან სახელმწიფო მაგრამ კაბალური არსებობს ასეთვის მაგრამ საერთოდ ინვესტიცია არ მომხდარიყო ნულსა და რამე შორის ეგ განსხვავება არსებობს ამიტომ მე უბრალოდ იმის სახს ამიდა რომ ინვესტიცია რამე სამუშაო ადგილს რო წაართმევს და ეს ამას ვაუბრე ეს ეკონომიკურად ეგ პრობლემა არ არსებობს იმის იქით მე მესვის ვადოს
სხვა გირებულებითი ღერძი აქვს, სხვა რამე აწუხებს, ასე შემდეგ. უბრალოდ მე არგუმენტი აქ მაქვს, რომ იმის იქით მას რა არ მოწონს და რომელიღაც ეთნიკური ჯგუფში უფრო მეტად არ მოწონდეს და ეს მისი დამოკიდებულება არის. ჩემი თავი შეტევა იყო ამ ნაწილზე ხა. ხო, ბარიგებზე არ მინდა მოვიდე, მე ჩემი საერთო სხვა დამოკიდებულება მაქვს ნარკოტიკებთან მიმართებაში. მაგრამ მოდი თქვათ, რომ ზოგადად დანაშაულზე იყო საქმე. დანაშაული შენ უცხოელის ქართველის ყველას ჩადენილი უნდა. არალეგალურობასთან მე და შენ გონი იგივე დამოკიდებულება გვაქვს. უნდა პასუხი აქვს რაზე უნდა მას აქვთ. რაც შეეხება ეს კომპანიების ნაწილში, ხო? მე საერთოდ არ მგონია, მოკლედ იმ ან მოგების მარჯა რჩება ძალიან დიდი, მაშინ ამ კომპანიებში, რომელიც უცხოელებს ასაქმეს უფრო დაბალ ფასს უხდის და ჩემს სერვისზე ეს არის ახება. და ესე გნიშნავს, რომ მაგ ბიზნესში ძალიან დიდი მოგების მარჯა არის არაბუნებრივი. აქ ფული არ რჩება საერთოდ. მაშინ გამოდის, რომ მე დავარდო ეგრე ვნაუდგეთ, ეხლა ტაქსის კომპანია გავაკეთოთ მაშინ და შევიდეთ, იმიტომ რომ ეს მოგების მარჯა არის დასათვისებელი, იმიტომ რომ რჩება რაღაცა ტიპის თანხა რაც ხდება, უთვისებელი, იმიტომ რომ არაბუნებრივი არის, შესასვლელი ესე იგი ამ ბაზარზე და თუ ვინმე ამ ბაზარზე არ გიშვებს, იმიტომ რომ თქვა კრიმინალი აზიზზე და ვიღაცამ დაგვირეკა ბიჭებო შეწყვიტოთ, ეგ უნდა იყოს პრობლემა, თორე სხვანაირად ეკონომიკაში ეგეთი რამე ვერ ხდება, ყველანაირ მონოპოლიას და ოლიგოპოლიას იწვევს აი კრიშა, მე კრიშა თუ არ იქნება, მაგხელა მოგების მარჟა არ არსებობს, რა რაღაც მოგების მარჟას რო ცილდება ყველა სხვა ბიზნესებიდან, მან შემოდის. ამიტომ ამ შემთხვევაშიც გონია, რომ ინფლაციის და იმის გათვალისწინებით ის რომ დასაწყისში მან კომპანიაში ქართველი ვერ მუშაობდნენ, უფრო იაფიჭდებოდა რაღაცა, ეგ უფრო მეტად ძვირი იქნებოდა ეხლა, ხო? და ასე შემდეგ. და ზოგადად ეხლა ტაქსებს რო შეხედოთ, წმინდად ეგ მოთხოვნა მიწოდებაზე აგებული ეგ აპლიკაცია, რამდენი ტაქსია გამოსული სატაქსავ და რამდენი ადამიანი არის მისი ხელის დამქნევი. ხო, ამიტომ მად რაც უფრო მეტი მიწოდება არის ხოლმე და ეს მიწოდების თუ შორის ეს მიგრანტი იქნება, მისი ფაზი ბუნებრივად იკლებს, თვითონ ფორმულა არის ეგრე. მაგრამ ეხლა ეგრე არ მუშაობს სამწუხაროდ. ხო და თუ არ მუშაობს და ეს მაგას გვატყუილი არის მან და რაღაც ესე იგი მან ბაზარზე არის შესასვლელი და უკეთესი კომპანიაზე უმუშაოთ ხვალ მე და შენ სასწაულ ფულს გავაკეთებთ. ამიტომ მაგის პრობლემა ჩემს ეს არ უნდა გქონდეს. კიდე ამას მინდა დავამატო ერთი ამბავი რა, ზოგადად ხან იმას ვამბობ პრობლემას რო აქ ხატაკი ინდოელები შემოდიან და ხატაკი არაბები და ჩვენს იაფ მუშახელს და თან ძალიან ზურიან ბინებს იყიდიან და მდიდარი არაბები შემოდიან. სამდეში არის ემირატები, სადაც სულ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ხა გონია რომ იქიდან 100,000 დუბაიდან ტიპები გამოიქცენ, ხო? მაგის აღრევაზე მაქვს. დიდი ალბათობით გონია რომ ზოგადად ის მიდგომას რომ მაგ ისეთი ფასი იქნება ქართული არ იყიდეს წინაზე ცნობოდი რა ვაკო საბურთალოზე ფასებს ნახავ ძალიან კარგად ყიდულობენ ქართველები ხო უფრო ვაკო საბურთალოზე ეყიდეს დრეიქ ბევრნაირი ადამიანი არსებობდეს მათ შორის შტატებში მცხოვრები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და წარმოედგინოთ იმ პირობებში როცა შენ ყავს ტერი რომელიც როცა გბომბას გულშემატკივარ ზუსტ თუ მოძებნი და თუ ოლიმპიადა ტარდება შენს კენ გამომხედავი არ არის დროს არავინ არ არის წარმოედგინე ვინ არის გონიოს დამბომბავი იმ პირობებში როცა გონიოში შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკის მოქალაქეები გონიოში შეიძლება აღმოჩნდეს არაბეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეები რამე კიდე სხვა ეგეთი მდიდარი ხალხი და რაც ავით სახელმწიფო და ის ეგულება აქვს საერთო ეგულება რომელ შემთხვევაში უფრო ხარ შენ უსაფრთხოების ქვეშ როცა შენ ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ და მაშინ იმის უფრო გაახსენდები თუ ხარ ქვეყანა რომელიც არის იზოლაციისკენ მიდრეკილი რაღაცნაირად აიქაც გავემიჯრედათ იმის ფონზე როცა ჩვენ არ გვაქვს ნავთობი იმის ფონზე როცა დიდად საინტერესო სამყაროს რაღაცას ვაძლევთ ეგეთი ძალიან ცოტა რამე არის ამის ფონზე პირიქით გაზრდილი ინტერესი ეგეთი ქალაქებიც არსებობდეს რომელიც ფიზიკურად ყავს ისეთი მოქალაქეები შიგ ცხოვრები რომელსაც შეიძლება ზოგს ნატოს ჯარი იცავდეს ზოგს დიდი ეკონომიკა იცავდა და ძალიან დიდი ქვეყნები და ამ შემთხვევაში რუსეთი როგორ უნდა გააჩერო რუსეთი ისეთ ქვეყანაში უფრო მეტად იბლატებს სადაც მარტო ცხოვრობს მარტო გზნობს თავს კომფორტულად და მარტო ის რუსი აქ იქაც და კარგ ქობულეთშიც კარგად ისონებს ბათუმშიც კარგად ისონებს რაჭაშიც და ასე შემდეგ ამიტომ უსაფრთხოების კუთხითად მესმის საფრთხეებზე მაგრამ რუსები რო გამოვრიცხოთ პირიქით შეიძლება შესაძლებლობად გაინიხილო რომ შენი ქვეყნის დაბომბვისას ბევრი ქვეყნის მოქალაქე მაგრამ ჩვენ ვაპარაკობთ რუსებზე ღმერთმა დაიფაროს რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გქონდეს არა ნახე როგორ რაღაცა რუსეთს უკრაინაში დაბომბვისას არ მოერიდნენ ხარკოვში საკუთარი ენოვანი და საკუთარი მოქალაქეების დაბომბვას რუსული პასპორტები ქონდა. ანუ პუტინი ხარ დაბომბვებოდა და ამერიკის მოქალაქე რომ მოკვდება იქ არა მე მაგიტომ გონია რომ არაფრის მორიდება მაგათ არ აქვს რეალურად რა ანუ ძალიან ჩვეულებრივად ამ რუსეთის მორიდება ბაროსი არის უბრალოდ სადა მეორე ხო არა მესმის ხო უბრალოდ არც მაგის მორიდება არ აქვს ჩემი აზრით მე არ მგონია რომ ქართველების ჩანაცვლების ხარჯზე და იმის ხარჯზე ხა მაგას უნდა ვიყო რომზე რომელიც არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში გეთაფებოთ ქართველი მიდის ამის გამო
ხო, არა, იცი რა არის? სად მიდიხარ აქ არამაში გაშინა, სხვა ქვეყანაში წახვედი და ისევ არაბებში მიდიხარ. დუბაიში მიდიხარ სამუშაო და ამერიკაში. არა, ნახე როგორი რაღაცა არის. ერთი ნაწილი, რომელსაც ძალიან აი შენაც თქვი, რომ ძალიან, დაბალი ფენა არის, სოციალური ფენა და მუშაობენ კურიერება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაღაც არალეგალურ სამუშაოს მიმართავენ და ეს მაღალი ფენა შედარებით. ქართველმა ეკრობინა შეიძლება ვერ იქნას ინვესტიციის ზომითაც ეს ფიცდება რეალურად რა, რომ ინვესტიციის ზომა იმდენად დიდი არის. მე კი არ მჯერა რომ ინვესტიცია მაგხელა იქნება რეალურად და საერთოდ ეს ინვესტიცია დიდი საფრთხის ქვეშ 500 მილიონი იყოს შედებული მაქსიმუმი. ხო, ეგეც შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ისეთი რაღაცა არის, რომ ეგ ისეთი მიწა არის და ისეთ ფასი შეიძლება დაადონ იმის გამო რომ დიდი კომერციული სარგებელი ქონდა და სახელმწიფოს 23% ტყუილა არა აქ მანდ. ოცნების სახელმწიფოს გულისხმობ რა, რომელსაც მეტი კორუფციული ფულის სამიღება უნდა, რომელიც ვითომ ებრძვის კორუფციას. არაფერ ეგენი მაგ ფულს ჩვენ არ დაგვანახებენ, არავითარ შემთხვევაში არც იმ 2 მილიარდს კობახიძე საუბრობს და არც იმ 11 მილიარდს ეს ზოგადად საუბრობს კობახიძე ამას ამოვიღებთ თუ რაღაცა იმ PR ვიდეოში საუბრობდა არაბული ქალაქების და ზოგადად არაბული ქალაქების PR რეკლამას უკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მან ხო კორუფცია რო იქნება რა თქმა მაგას დავა. წარმოგიდგენ საპატრიარქოს ტერიტორია ვამბობ და ხმას არ იწევს ხალხი, რომელიც უცხოელების მიწის გაყიდვის აკრძალვაზე ყვიროდრე და ეხლა რატო არ გაგრძელებული? მე გამოისურვა სახელმწიფო მე დასუსტებელი მაგ რაც საკადასტრო უკას ბოლოს ნახე უკვე გამოსყიდულია ბატონო და ხო და მაგას ემართება შეგარისო. საპატრიარქო ხმას არიღებს ეგრე არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეუფე იყო, ძალიან ბევრი აი მაგალითად მარნეულის მეუფე იყო, მესტიის მეუფე იყო და მე მგონია რომ კიდე უფრო წამოეგა, მაგრამ ზოგადად გააპროტესტა. მე კამპანია მახსოვს მოსაწევთან მიმართებაში როგორ მდგომარეობაში საპატრიარქო წააგებინეს უკან, მე კამპანია მახსოვს და კონსტიტუციაში მიწის უცხოელზე გაყიდვას წერდნენ მაშინ რა ხელა გავლენა ქონდა საპატრიარქოს. შე კარგად იცი ზუსტად ხა კამპანია რა არის? კამპანია ხა გაქვს შე? ხო, კამპანია გაქვს, ეგეთ საპატრიარქო რაღაცა. ეგეთ საპატრიარქო კონდეს. რამდენად ამჯერ მეტიგზე გამოდიდა ნახავდი, იქ თუ აეშენები და მომაჭერი თავი. მაგ ზუსტად რო კორუფციასა საქმე მაგაშია, რომ ცულის არგუმენტი რა ქონდა ხოლმე საპატრიარქოს მიწები იმიტომ უნავასია რომ უცხოელებისგან დაიცაცო. სადაში ვხედავთ რომ რა ხდება. კორუფცია არა არის, ფული არის გამარჯვებული. ხლა რო ხმა არ ამოიღო საკუთარი მას გულშემატკივრებსაც კი არ არის. პატრიარქი, რომელსაც აკადრე ნათქვამი, აი და მე მგონია რომ ასეთ ინვესტიციაზე ცოტა სხვა დრო რო იყოს და დაუძულებული რო არ იყოს ასაკიდან გამომდინარე სამწუხაროდ. ჩემი აზრით სხვა პოზიცია იქნებოდა ჩემი აზრით. მე ის რო დაინახეს მამაოები მაგის გაგდებიაზე თუ მოიცლი რომ ეკლესიიდან გააგდო, იმიტომ რომ აქციაზე დაინახე, ამ თემაზეც რაღაცა. მან ეხა კაცმა არიც რა მოხდა, უბრალოდ ნახე როგორ რაღაცა არის, როდესაც პატრიარქი უფრო რაღაცა სხვა ასაკში იყო, ჯანმრთელობის მხრივ უფრო კარგად იყო, მაშინ სახელმწიფოს მეტი წინააღმდეგობა ეწოდა ასეთ საკითხებზე. კი, რომელიც არის ხო, ნახე როგორ რაღაცა არის. ახლა მეუფეები არიან და მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ხარეს დადგება ეკლესიაც მე იმედი მაქვს მაგის კორუფციასთან გვაქვს საქმე. აქ რომ ფულის რამე მოლოდინი არ იყოს კორუფციული. შანსი არ არის რომ სახელმწიფოზე გეუბნები უბრალოდ. იმდენი კოცი და იმდენი მათ შორის საპატრიარქოს წარმოგიდგენ როგორც ასე. ხო, მაგას შეიძლება ვიკამოთ, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის, მე ზოგადად ასე უყურებ რა. თან მოკლედ დროს. კი, მოკლედ ვიტყვი რა, რომ თუნდაც ისა იმას დაუბრუნდები, თუნდაც დაბალი ფენის უცხოელის აქ შემოსვლა, თუნდაც ის რომ აი ქართველი შეიძლება ვერ გაწვდეს და ეგეთმა იყიდოს აგმიან თან $100,000-ზე გარანტირებულია. სულ 1500 ღირდეს კვადრატი და ვაკე სამართლოს მაგდენი ღირს რეალურად შენაც თქვი რა. $100,000 გამოდის 75 კვადრატზე 16000 ბინაზე მაგდენი გამოდის. მე კაცმა არის 16000 ბინა იქნება 30. აი ხა რატო არ ყიდულობენ? ამდენი ადამიანი ხა რატო არ ყიდულობენ? ნახე როგორ რაღაცა არის. ეხლა ყიდულობენ სხვა შორის. TikTok-ზე რო შეხვიდე და შენ კი შედიხარ ხოლმე ხშირად და ჩვენ შევდივართ ხოლმე ხშირად. ნახე როგორ რაღაცა არის. არა, ეგენიც და რეკლამები არსებობს. მე გამახსნი თუ დაინახავს კამერა, რეკლამები არსებობს. ჩვენ არ გვხვდება რა, ორიენტირებული იმაზე, უკვე პატარ-პატარა ქალაქები აქვს. ტაბახმელაშიც არის სხვა შორის. პატარა ეგეთ ქალაქი უკვე შეიძლება სულ ეგენერან შესაძლებელი. ორ დიდი მოძრაობა ლიფტთან პატარა ქალაქია. ორმის ლიფტთან ცალკე ანკლავი არის, მგონი ორმის ლიფტის კლასტერია ცალკე. აი და ყველა ვარ დაყოფები. არა, ხო, აი გეტყვი რა, აი საბოლოოდ დავამთავრებ რა. შემოძამებელი სიტყვა გვექნება. არა, ნახე ხო, როცა იმათზე მიდის რეკლამა და ესეთ რეკლამირება და ესეთ დიდი ინვესტიციები იქაც გაასაღებენ ამას, უფრო გაუშვება იმასაც და 100,000 არაბი, რომელსაც ზოგი ფიქრობს რომ მოგონილი ამბავია. იმ 16000-ზე შეიძლება მეტ ბინაზე ძალიან თავისუფლად, რომ ოჯახში მინიმუმ 4 წევრი არის, განსაკუთრებით მუსლიმურ ოჯახებში საჭიროა მეტი წევრი იყოს ბევრად. 4 მარტო 4 მარტო ცოლი, რამდენიმე შვილი, ბევრი შვილიანობაც აქვს მათ და რა ვიცი, ვერტმა არ მოგოს ყველა ქვეყანა ქართველებს გამოვა ყოველში. ჩემი აზრით ვერტმა, რა ვიცი ხო რა, შეიძლება ეს პრობლემა შეიქმნას, ძალიან ბევრი ერთობლივად დასახურებული იქნიყოს, ძალიან ბევრი შეიძლება ერთობლივად დასახლდნენ ამ ქვეყანაში და ეს ანკლავი რო შეიქმნება, არ მინდა რომ რაღაცა სოციალური ერთეული გაკეთდეს ახალი, ისედაც ამდენი პრობლემის მქონე ქვეყანაში. გასაგებია.
მგონი საინტერესო დისკუსია იყო. ეხლა გადავიდეთ შემაჯამებელ ეპიზოდზე, სადაც შეგეძლებათ, რომ 2 წუთის განმავლობაში შეაჯამოთ მთლიანი დებატი, თქვენი პოზიცია დაამატოთ, რაც დაგრჩათ დასამატებელი და ესე დავასრულოთ დღევანდელი დისკუსია. მე მგონი, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. რომელს გირჩენიათ, რომ დაიწყოთ? დავიწყოთ. ნუ რა ვიცი, საერთო ჯამში მაინც იმის თქმა მინდა, რომ ყველანაირი ინვესტიცია არის კარგი, იმის მერე და საფრთხები ჩდება, ის ცალკეულად უნდა დააზღვე და მაგაზე უნდა ინერვილო და მაგაზე უნდა იფიქრო. თავისთავად ეთნიკურობაზე არ მინდა რომ ჩავაჭირო, იმიტომ რომ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ისედაც უცხოები დიდად არ უყვარს, მით უმეტეს მუსლიმებზე და არაბებზე და არ მინდა რომ ეს იქნას გაღვივებული და ეს მერე სამომავლოს ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ამის გაღვივება არ მინდა და ამას იმაშავებით. ზოგადად ინვესტიცია არის კარგი, მათ შორის უცხოეთს რო ჩამოდის ხოლმე, მას ჩამოაქვს, მათ შორის ცოდნა. ეს რიკოტის უღელტეხილი წეღარო იქნა ნახსენები. რიკოტის უღელტეხილს მე რაც თავი მახსოვს, მაგალითად 97-იანი ვარ, სულ მახსოვს რომ ვაკეთებთ რამენერად თბილისიდან ბათუმამდე ჩავახციოთ და ვერაფრით ვერ მოვრჩით, სანამ ბოლო-ბოლო არ ჩამოვიდე და თვითონ არ გახვრიტეს და იქ ცოტა ხანი იქ დაცხოვრდნენ, დაფუძდნენ და ეს არ გაგვიკეთე ეს. ამიტომ ინვესტორს რო ჩამოდის, შენი მოსახე თქვა 10000 მის იყო, შენი 100-ით რო იყოს, იმას მაგრამ ისწავლოს, მე საომალოდ ამ ცოდრით დარჩება და გააგზელოს. ანუ ინვესტიციის არ უნდა გვეშინოდეს ეკონომიკურ ნაწილში. ეს უბრალოდ ოქსიმორონი, არ არსებობს. სულ კარგია ყოველთვის. მაგის მიღმა ჩდება ის, რომ რის გამო შენ გიღირს, თქვა ეს ვიცი, არ კაი, მაგალითად არ გიღირსო, თქვა. უყურებდე, უცხო ენა გესმოდეს, არაბს უყურებდე, იმას უყურებდე, ამას უყურებდე. ეგ საერთოდ სხვა რამე არის. საერთოდ სხვა რამე არის, მე მოქალაქეობას ვისაძლევ და საცხოვრებელს ის მიხედვით აძლევს. მე ეს არის ცალკეულად შესამუშავებელი პოლიტიკა მოქალაქეობის ნაწილში. ვის ვაძლევთ, რატო ვაძლევთ, როგორ ვაძლევთ. საქართველოს პირობებში ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად რაღაც მომენტში ამერიკელებს რეპრეზენტებენ, ირანელებს უბრალოდ რაც არ უნდა იქნათ არ აძლევთ. უბრალოდ არ აძლევდა არც ლეგალურ საშუალებას არ აძლევდა რა კრემლად ყოფილიყვნენ, მაგრამ სულ სხვანაირად არის ხა რუსეთთან მიმართებაში. იყო ეგეთი მომენტუმები, აი წულუკიანი როგორც გადაწყვიტდა და რა ირანელსო წულუკიანი რო აგინებდა და ლანძღავდა, ეგრე უნდა და კონსტიტუციაშიც მაგათი ჩაწერილი არის უცხოელზე მიწები და ასე შემდეგ. მე უბრალოდ არ მინდა რაღაცებს ყოველთვის შეხვდეთ თავისთავად შიშებით. თორემ მაგის მერე რაღაცაზე რომ ვიფიქროთ ეს არ იყოს, ის არ იყოს, ეგ ცხადია ხა. უბრალოდ ჩვენ ყავს არსებული ხელისუფლება და ამ არსებული ხელისუფლებისთან გამომდინარე შიშები გვაქვს კორუფციის, შიშები გვაქვს რომ ფული ჩვენ არ დაგვრჩება და სხვა გარიგებების. ეგ მესის უბრალოდ წამედით ხა მე გელაპარაკებით ადამიანი რომელიც აქედან რომ გამოვედი დამხტნენ საცემად. დამიჭერეს და მე რომ მოკლებაცემს ხა ამის ფონზე ხა ხო ქართლოსნის პირობაში რაღაცის იმედი ესე მქონდეს, ისე მქონდეს. ცხადია თავს ხარ მოვიწყებ კაცი ვამბობ რომ всё მორჩა ქვეყანა დაგვიპრეს რუსებმა და ხა ამის ფონზე ეხლა რუსებმა რომ დამიპრეს 30000 არაბი შემოვა, თუ არ შემოვა, თუ იქ კონტრაქტს ჩაწერენ ხეშრუკლებაში, სულ რა გითხავს ფეხეზე კიდე ხეშრუკებას არ წაგაკითხა და წამოგარტყას თავში და ქცემოს და გაგლახოს და აი აგერ ხამკაც კამპანიას რო უყურებს სანამ სახში მივა, რა ვიცი, გაბერონ ცემაში, ხეს არავინ არაფერი არ უშლის ქართულად თემას, ეგ არის პრობლემა. რომ ეს დებატი ჩვენ შორის კიდე დარჩება, მაგრამ იმათთან დებატზე ლაპარაკმა აზრი დაკარგა, მოგიგვარეს დუბინკით თავში და ამას თუ არ მოვაგვარებთ, ეს იმხელა ხრელი გაქვს. ამის ფონეს რომ ედავადოს თუ გამისტორდება რაღაცებს კამათი ალბათ ამას რო სხვა თემას მოვიფიქრეთ. უბრალოდ ესეთი ტიპის გავრღვევა გვაქვს ახლა და ყველაფერს იწევს ჩვენი აზრით ამ ქვეყნის სიღარიბე და უფულობა. როცა ვართ უფულო, ეს ხალხი არის მზად, აირჩიოს მილიარდელი კაცი, იმიტომ რომ აირჩიე ბიძინეო, ჭამესვი და იძინეო და მე თელი ცხოვრება უყუროთ ამას. მადლობა ცოტნე. ვადა შეგიძლია შენც შეეჯამო. ეს რა არის ხო? ეხლა არ ვიცი კამერაში რამდენი გამოჩნდება ხო? აი მივაგენი იმ ვიდეოებს, სადაც ნუ უკვე გვაქვს პატარ-პატარა არაბული დასახლებები, თუნდაც ბაზალეთის ტბაზე და ეს არის და ბევრი რეკლამა მათ შორის რა, რომელიც აი ამბობს რომ $1400 კვადრატი ესა და ჩვენ არ გვხვდება და უკვე რეალურად არის პრობლემა ალექსის ქუჩაზე, სხვადასხვა ეგ პრობლემა რაღაც ამბავში თავს იჩენს, აი ირანელები, არაბები რა. სკოლაში დავდიოდი იქვე და მახსოვს ეგ ამბავი უკვე აი სამ სკოლა დამთავრდა 19-ში. მარჯანიშვილს ეძახიან არაბების ქუჩას. აი ეგ დიდი პრობლემა ასევე რა რომ თურქულ ნაწილზეც მინდოდა მე საუბრა რა როდესაც ჩვენი აველაშვილი ჩადის იმაში თურქეთში და პირველ საკითხად ერდოღანი თან 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლის დღეს პირველ საკითხად ერდოღანი უყენს 30000 თურქი მესხი იცი რა ხომ ჩაგისახლო და ერდოღანსაც ალბათ მისი პოლიტიკიდან გამომდინარე ბოლო წლების განსაკუთრებით რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ამის შეიძლება ქონდეს იმის ინტერესი რომ აქაც რაღაც ბომბი ჩადოს ასე ვთქვათ ეთნიკური ბომბი ჩადება თან მესხებმა ჩამოსაღოთ შეიძლება მესხეთში მოხდეს ეს სადაც არის რაღაცა ისტორიული პრობლემები ამას დაკავშირებით და ის ხალხი სამწუხაროდ მაგრამ გათურქებული არის უკვე ეს თურქი მესხები ძალიან ბევრი წელია თურქეთში არიან და კი უსამართლოდ მოხდა მათი გადასახლება თავის დროზე რა თქმა უნდა მაგრამ ეგეც ბომბი ჩადებას ემსახურება და როცა ჩადის ეს და ერდოღანი პირველ საკითხად ამას უწევს და არა
ეს წევს იმ საკითხს ქართველი, რომ მოშკის ტაძარი აღვადგინოთ, მაგალითად, ეგეც პრობლემა არის, ესეც პრობლემა არის. მაგალითად, რომ ეს არის ისიც რომ მარჯანიშვილზე და მე ზოგადად არ ვეწინააღმდეგები იმას, რომ კაცო არც ინვესტიციას, ეს ინვესტიციას რა თქმა უნდა, ესეთი ინვესტიცია წარმოუდგენელი კარგი როგორ შეიძლება იყოს და მაგას მithხოვთ რომ გასაჭაროდეს და ასე შემდეგ, მაგრამ იცი რა არის არ ვეწინააღმდეგები რაღაც კაფე გახსნა ისა, მაგრამ როდესაც გამზირს, აღმაშენებლის გამზირს ათათურქს ეძახის ვიღაცა და იქ არის ხოჭოს მე გამიგია ჩემი ყურით რომ საუბრობ ერთმანეთში და ათათურქ ვინც იცოდა თურქულიდან ნათქვამი აქვს ჩემთვის რომ ათათურქზე ვართო ვიღაც ტელეფონზე საუბრობ და რატო ეძახიან არა ეს ეძახიანო რა ანუ ათათურქს თავის ძირითად ქუჩას რა იმიტომ რომ სულ ისინი არიან დასახლებული ეგ ქმნის საკულტურო პრობლემას ეგ ქმნის დაპირისპირების პრობლემასაც რა ანუ ეს არ არის მოგონილი ისტორიები ეს არის მოგონილი თან აღმაშენებლის თურქი ქვია მეგონი უხერხული არის საქართველოში და მე არ მინდა რომ ეს პროცესი უფრო წინ წავიდეს რა მე არ მინდა რომ რუსული დასახლებები იყოს ამ ქვეყანაში მე არ მინდა რომ ბინადრობა ეს მარტივად აიყო და ენის სწავლის ელემენტარული ენის სწავლის ის თარგმნით ვალდებულება ასე ვთქვა და ენის სწავლა არ იყოს სადმე გაწერილო თუ მუშაობ აქ კეთილი ინება და ესენა ისწავლე კეთილი ინება და რაღაც პირობებს დათანხმდი და მე არ მომწონს ის რომ რა ვიცი ესეთი სწრაფი ზრდა რო არის ქართველების ჩანაცვლების პოლიტიკა რო გაგრძელდეს და მე არ მომწონს ამ ინვესტიციას დაუბრუნდები ისევ პირველ რიგში ჩვენ მოთხოვნა რაც არის ნუ ეს არაბული ქალაქები არ გვინდა ჩვენ ამ ფორმით როგორც გამჭვირვალეობას ეთხოვთ ხო გამჭვირვალეობას ქართული ოცნებისგან ვითხოვთ გამჭვირვალეობას აი წარმოგიდგენთ სადამდე მე სუვერენიტეტის დაცვა სუვერენიტეტს არ უგებს ახლა ჩემს 850 ჰექტარზე ორი ქვეყანაზე და ბევრ ქვეყანაზე უფრო დიდ ქვეყანებზე და ჯუჯა ქვეყანაზე არ მოვასწრებოთ კითხვა იქ ხოლმე წინასწარ გქონდა რომ რა უნდა დახტოს ხელშეკრულებაში რომ ნუ ეს მომწონს ნუ ეხლა ხო მაგაზე სხვადასხვა თემაში გითხარი რა სხვადასხვა მე ამ კონტრაქტზე უკვე ისევ ამ პირობებზე რომ 60-ზე მეტი ეგენი ჩასახლდებიან 30000 უცხოელი ჩამოვა სხვა ქვეყნებში ისეთი გამოცდილება აქვს ამათ რომ ამ კომპანიებს მე არაფერი ანუ კი ხელშეკრულებაში რაც არ უნდა დახტოს შესაძლოა არა ნახე როგორ უკვე ისეთ რაღაცები გაჟღერდა თუ საიდუმლო იყო და აი ნამახვანზე კიდე რაღაც უცები იყო მაგრამ იქ ისეთი რაღაც დახვდა ხალხს თან ის პირობა და მე ძალიან მე მინდა რომ ეხლა მოიჩეხოს ეს პროექტი ეს არაბული ქალაქები იმიტომ რომ მაშინ რაც მოხდა რომ ხალხს ამდენი ხდა მე მგონი დღემდე ვიხდით ამ ფულს რა ეგ რო აღარ მოხდეს მეორედ რა და ეგ და ჩვენ ვიხდით ისე ბიზნესმენები კი არის ის ჩვენ ვიწყით ხო ეგ არის რა და ესეთი ამბავია რომ კომერციულ ინტერესს კი არ მისდევდეს ქართველი ხალხის ინტერესი გაითვალისწინონ და 3 დეკემბერს საღამოს 7 საათზე ჩვენ გვაქვს აქცია არაბების ოფისთან კინო რუსთაველის ყოფილ შენობასთან კინო რუსთაველის ადგილასაც რო ეს არის ესეც მივუთითებ ჩვენ მდგომარეობაზე ზოგადად ჩემთვის იქვე ვარ გაზრდილი დაბადებული და ჩვენ სულ კინო რუსთაველი იყო ეგ შენობა წავალ კანცელარიისკენ და მოვითხოთ კიდევ ერთხელ მოვთხოთ კობახიძეს რომ თუ ამ არის მზად რომ კითხვებზე პასუხი გაგცეს დისკუსიისთვის თუ მართლა არის მზად დაგველაპარაკოთ ზოგადად ფორმატს მოვიფიქრებთ აუცილებლად დაგველაპარაკოთ ხელმოწერებსაც შევაგროვებთ შეიძლება გადაწყვეტს კიდეც ეს საკითხი და ქართველი ხალხი მე მგონი რომ ჯერ უნდა კითხო ზოგადად რაღაც ინვესტიცია რო შემოწმოს ეგეთი მასშტაბის და მე გადაწყვეტნა მე მგონი რომ ქართველმა ხალხმა ამ პირობებით უკვე რომ 60-ზე მეტი ესენ ჩასახდებიან სერბეთის მაგალითი არის რომ იქ შეკვეთდნენ სერბების და ინდოელები და ჩინელები და ასაკმეს და აქაც სამუშაო ჯალის წანაცვლება არის და ისედაც ესე დემოგრაფიული პრობლემა რო გვაქვს რომ მიგრაცია დიდი შობადობა ნაკლები მე მგონი რომ უარს ეთქვის ქართველი ხალხი მეც უარს ვეთქვი მათთან ერთად ამიტომ ველოდები სამშობლოს მადლობა ვადო ცოტნე ძალიან საინტერესო დებატისთვის ეჭვარ მეპარება რომ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იყო ეს კამათობა და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იქნება მე ჩანეპარებ რომ ბევრი შემაგინებს სერიოზის განმავლობაში მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შეგიძლიათ შეუერთდეთ 3 დეკემბერს ამ საპროტესტო აქციას აქციები არ გვაკლია და არც პროტესტი არ გვაკლია დღეს ეს გადაცემა იწერება მაშინ როდესაც ამ უწყვეტ პროტესტს ერთ წლიან უწყვეტ პროტესტს შეუსრულდა 1 წელი და ჩვენ ალბათ აქედან ყველა მივიდივართ რუსთაველზე და თუ თქვენც ეთანხმებით ვადოს და არ გსურთ ამ ინვესტიციების განხორციელება შეგიძლიათ რომ შეუერთდეთ რუსთაველზე 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენც მაყურებლებსაც მივმართავ მადლობით ასევე გთხოვთ რომ დაგვაფოლოვოთ გამოყვეთ მისმინეს სხვა სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე თვალი ადენოთ სხვა პროექტებს და დიდ მადლობას გადავხდით ჩვენს გენერალურ სპონსორს და მთავარ გულშემატკივარს საქართველოს უნივერსიტეტს